არა, სერიოზული პოდკასტი. სალამი, ჩემო ოქროებო, პოდკასტი არა სერიოზული ისევ და ისევ თქვენთან ერთად და შეგახსენებთ არხის გენერალური სპონსორი კონტენტის წარდგენიერი აჭარაბეთი. თქვენ ამ პოდკასტის მეორე სერიას აქტიურად ითხოვდით, თითქოს ვინმე უარზე იყო, მაგრამ ამ პოდკასტს და ამ სტუმარს ჭირდება, რაც მასწავლა პირველმა პოდკასტმა და პირველმა სტუმრობამ ემოციურად რაღაცა გაფილტრვა იმ ემოციების, დიდი დრო უნდა გასულიყო და თამუნა მუსერიძე უკვე მეორედ არის ჩემი სტუმარი. Welcome, sister. მადლობა. რას მერჩოდი კიდე ერთ კადრს მიდღმა გითხარი, რომ ფილმი ჩამიგდო რა HBO-ს, რაზეც ვილაპარაკებთ ბევრს. და დღეს დილიდან ესე გავიხსნა და ეს დავდიოდი ხნაოდი მოკლედ ყველაფერს რიგრიგობით შევეხო ჯერ მითხარი როგორ ახარ ამდენი ხანი გავიდა წელზე მეტი ხო გავიდა წელზე მეტი გავიდა და სანამ აქ მოვიდი story ჩავწერე რომ იმ პოდკასტში მივიდივარ თქო რომელმაც აი იამნანას რომ არ უხქმნია ისეთ იქნა თქო იმიტომ რომ შენი პოდკასტის კი ანუ მე მეგონა რომ ჩვენი ჯგუფის შესახებ მაშინ რა ვიცი მართლა ეგეთი გამოძახილი ქონდა რა მაგარია და მივხვდი რომ ბევრი არიცოდა და ძალიან ბევრი ადამიანი დაგვიკავშირდა შენი პოდკასტის მერე. აუ როგორ ასწორ, ძალიან მესიამოვნა ეხა რა. მე სულ მქონდა ის პონტი. მივხვდეთ ცოტა ნახვა ნახდათ არ აქვს რაღაც 130 თუ 150 სადღაც ეგრე აქვს რა, მაგრამ ბევრჯერ მიხსენებია რომ არის პოდკასტები რომელზეც ძალიან გული მწყდება, როცა ცოტა ნახვა აქვს, იმიტომ კი რომ მონეტიზაცია დაწეროს ანუ მართლა ვთვლი რომ არის რაღაცა დიალოგები, რომელიც ბევრმა უნდა ნახოს რა. თან ის პოდკასტი იყო იმდენად ფუნდამენტალურ თემებზე, იმდენად ახალი ინფორმაცია ბევრისთვის და ფუნდამენტალურად შემცვლელი ცხოვრების რა. აი შეიძლება და ტიპს აღმოეჩინა რომ უიმე. ანუ ტყუილში იცხოვრა რაღაცა 30, 40 და ასე შემდეგ წლები რა და ამიტომ მინდოდა რომ ბევრს ენახავ, ისე არ გინახავთ. პირველი ეპიზოდი ნახეთ, თუმცა დღესაც ბევრს ვილაპარაკებთ რა. რა შეიცვალა იმის მერე ამ ერთ წელიწადში? გარდა იმისა, რომ გამოძახილები ქონდა, საქმეს აკეთებ, HBO-ს ამბავი იყო, გილოცავ ამ პრემიერებს, ამბებს. ეხლა მე უნდა გზაში კიდე რა ფილმი არის, რა არის? აი, ცოტა ხნის წინ დადო ART არის ესეთი გერმანული არხი და იმან დადო დოკუმენტური. იგივე ჩამოსულები რყვე გადაიღეს და რაღაცეები, ბიჭო რა მაგარი. მოდი ვთქვათ ამ დოკუმენტურზე, რა დღეს ლეიტმოტივად მინდა რომ ეს იყოს. რამდენი ხნის წინ იყო პრემიერა? ეხლა რამდენიმე კვირის წინ. ვინც მის თორებს ადევნებს ვაღო წითელ ხალიჩებს და რაღაცეებზე დატანტალებდნენ ესე და თავის ქმარი ხო და მივხვდი რომ ეს ამბავი იყო, მაგრამ ნანახი არ მქონდა რა და მუსერას უთხარ რომ დავე გავამეოროთ მეთქი მეორე პოდკასტი, ჩამიგდო რომ ნახეო რა. და ბიჭო მეთქი ვნახავთ, ანუ დაახლოებით რადგან პირველ სტუმრობაზე და ეხა ესეც ხო ვადევნებ თვალყურს, დაახლოებით ვიცოდი რაც იყო, მაგრამ გულწრფელად აი ბავშვიცა ვარ არ ველოდი რომ კი მარტივად ვტირი, ანუ ის ტიპი არა ვარ, რემს ვერ გადმო, არა, იმენ ყველაფერზე ვტირი, მაგრამ ეს იყო იმდენად მძიმე ემოციები იყო, თან პოზიტიური, თან ნეგატიური, იმდენად რაღაცა ლაივ სცენები არის იქ, აი დედასთან ზარის სცენა განსაკუთრებით რა, იყო აი მოკლედ აი რამდენიმე სცენა მომცელა. ვისაც არ გინახავთ, ლინკს განვათავსებ, HBO-ს ხალხო, ხვდებით რომ რაღაც თქოს ხმარო. ანუ HBO-მ გადაიღო დოკუმენტური თამუნა მუსერიძეს. მოგება გადაიღო დოკუმენტური ფილმი და ეს ფილმი გადის HBO Max-ზე. გაიგეთ ხო რას თქვა? ანუ გავიგეთ ღირსების ორდენები და რაღაცები, მაგრამ კიდე რა კოზირებს ურტყავს ხვდებით ხო? ლინკი აღწერაში იქნება. ნახეთ, ეს არის აი აუცილებლად სანახავი. კიდე ერთხელ ვიზახ, ვინც პირველი პოდკასტი არიცით რაზე ვისაუბრეთ. საერთოდ პირველად ხედავთ თამუნას, მე შეიძლება პირველ ვაფშე შემთხვევით ჩართეთ, რაღაცას ეძებდით და ჩართეთ. მაინც გირჩევთ რომ ეს ფილმი ნახოთ, იმიტომ რომ მინიმუმ ჩვენ პოდკასტებს თუ არ მოусმენთ, ამ ფილმმა შეიძლება რაღაცა მარცვალი ჩააგდოს ისეთ ნიადაგში, რომ ცხოვრება შეგეცვალოთ. ღმერთმა ქნას არ დაგჭირდეთ, მაგრამ ვაი და საჭიროება მოითხოვს, შეიძლება ძალიან დიდი ცვლილებები იყოს. რა გამოძახილი ქონდა ამ ფილმს? რა და ვაფშე პროცესი მომიყარა, რამდენად კაი ტიპები არიან რომ ესე რაღაცები. ანუ ნახე, როდესაც მე დამიკავშირდა ანუ ბოლო დაკავშირებას გულისხმობ, ჯერ ბოლოდან დავიწყებ. რომ დამიკავშირდა HBO და რომ ითხრას რომ აი ეს პრემიერა გვაქვს და გელოდებით.
მაშინ ჯერაც ტრეილერი იყვარს ფილმი არ ვქონდა ნახე და თავდე Facebook-ზე ჩვეულებრივად რომ რა ვიცი აი ვორენ ბრადერსმა გადაიღო ჩვენზე ფილმი თქო რა იმიტომ რომ ანუ ეს ჩემთვის არ ყოფილა ესეთი დიდი ამბავი ანუ ეხა დურგალი ხო არ ხარ სფეროს და ხო ახლოს ხარ ვორენ ბრადერსი ხო იცი რას ნიშნავს არ გამაკეთო ანუ ეხა აგიხსნი რატო იმიტომ რომ დურგლებს მოკითხვა თუნდაც არ გაგვგზავნა სფეროში არის და იმიტომ იგულისხმობ იმიტომ რომ ჩემზე ვორენ ბრადერსმა მეორე სერია ანუ ეს მეორე სერია რეალურად ანუ მანამდე პირველი სერია გადაიღეს რომელზეც ვისაუბრე და რომლის პრემიერა შარშან იყო იანვარში. გეგონა რომ იმის პრემიერაზე გეძახდე კიდე? არა, უბრალოდ იმის პრემიერაზე ვერ წავედი, იმიტომ რომ სხვა საქმეები მქონდა და მართლა ვერ წავედი. შენ რა პრობლემს? ვერ წავედი და ამიტომაც, ანუ ძალიან ისე ჩვეულებრივად მოვყევი რა ეს ამბავი და ეს ჩვეულებრივად რომ მოვყევი ხალხი შეხვდა ცუდა ისე, ანუ ისე არა როგორც ველოდებოდი, ცუდად. რომ ანუ იტყუება რა ის ვორნერ ბრადერსმა ფილმი გადაიღო რა სიცრუე მე ანუ ეს კომენტარი რო წავიკითხე მე დავდე ხელშეკრულება ვორნერ ბრადერსის ნუ მთლიანად არა მაგრამ იტყუება რომელი საუკუნეა ხალხო იცით როგორ უნდა მოიწყო ყველაფრის გადამოწმება შეიძლება ნუ ნახე ქონია ჩვენ არაერთი შემთხვევა როდესაც ადამიანები მიდიან სხვადასხვა ფესტივალებზე სხვადასხვა მიზეზების გამო და რაღაცებს იგონებენ ხო ანუ რეალურად ნუ მაგრამ იმდენად სიტყვი იქნებოდა ხო ხდე სისულელი და მე ანუ მანამდე ხო BBC-მ გადაიღო ჩემს დოკუმენტური მე ABC-მ მე CNN-თან არერთხელ მქონდა ინტერვიუ Warner Brothers-თან HBO-სთან Discovery-სთან და ანუ ეს ნელ-ნელა რომ შემოვიდა ეს რაღაცები ჩემს ცხოვრებაში ეს ეტაპობრივად ამიტომ არ მქონია ის რაღაცა დიდი რაღაცა ის აღფრთოვანება სანდრო უფრო იყო რაღაც აშტერებული იმიტომ რომ მაინც ახლა სანდრო რომ მსახიობია და როგორც მსახიობი რო გადაიღო Warner Brothers-მა იმისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ის ხა როგორც მსახიობი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის, თუნდაც აი ეს, იმიტომ რომ პერსპექტივისთვის, ასე ვთქვათ, სამსახიობო პერსპექტივისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო და ანუ ჩვენ ჩავედით რაღაც გითხეს რომ ძალიან ესე ჩაიცვით, ანუ არა გამომწვევად, რაღაც საბანკეტო კაპიტალები. ჩავედით რო ჩავედი, აი აქედან ნელ-ნელა დაიწყო იმის გააზრება რა, იმიტომ რომ პირველ დღეს 8 საათზე რო ჩავფრენდი და დილის 11 და საღამოს 7-მდე ინტერვიუები რო გქონდა საათში ერთხელ Warner Brothers-ის შენობაში სხვადასხვა პროდაქშენთან, აი ცოტა შემომიღუტუნა. მერე ისევ მეორე დღეს მესამე დღეს უკვე რომ მივედით პრემიერაზე იმ შენობაში, კეროსტალინმა აშენა ვარშავაში, უკანა მხრიდან შევედით, ანუ იქიდან არ შევსულვართ, სადაც ეს ამბები ხდებოდა. ნუ იქ ერთი მაცმევს მეორე მიუთოვებს მესამეთ მას მიკეთებს მეოთხე წამწავებს აი გიმღერის პროსტა ხო მოდ მივხვდი რომ რაღაცა სხვაგან მოხდი და ნუ აი კიდე ჯერ ბოლომდე ვერ გაანალიზებული და რომ მორჩით ამ ჩაცმა დახურვას წამოდიო ფოტოები გადავიღოთო და ნუ ფოტოები მგონია რომ ნუ ყოველი პოდკასტის და გადაღების მერე სულ ფოტოებს გვიღებდნენ იქ და რო ჩავედი ქვევით და უკვე აი რო დავინახე იქ რაც ხდებოდა და ამ ხარიჩაზე აი ეს რო შემაგდეს და რა მაგარია აი ცოტა ჯულია რობერტსი რა მაგარია ხო რა ამდენი ჟურნალისტი ამდენი ფოტოგრაფი ამდენი ვიდეოგრაფი და აი იქ რო გავიარე ეს გადაღებულიც აქვს ვიღაცამ გადაიღო და ჩამეგდო აი ეს კადრი ეს აი ეს ამოვისუნთქე იმიტომ რომ აი ამ მოსუნთქვაში ჩავატია მთელი 4 წლის შრომა ჩვენი ჯგუფის ანუ აი მანდ მივხვდი რეალურად ფაქტი წინაშე დავდექი, რამხელა რაღაცა გავაკეთეთ ჩვენ და სად ვიყავი, საერთოდ სად მოვხვდი, იქ იმ წუთას მივხვდი რა. ეს იყო, აი, ეს ემოცია ცხოვრებაში არ დამა. ეს იყო თან იმენა დამსახურებულზე. ანუ კიდე ერთხელ გეუბნები, აი იმ პოდკასტზე ხო ბევრი რაღაცა, ვაფშე გახსოვს რომ მოხვედი რაღაცები, არც ვიცოდი ღირსების ორდენის თემა, რაღაცები ვაფშე გამაზული მქონდა რა. ვიცოდი ამის ძებნის თემები, რაღაცები ვიცოდი, მაგრამ ესე გონში არ ვიყავი რა და იმ პოდკასტში იყო აი მოცელვა იმის მერე მეტნაკლებად რაღაცა მის ამ სამყაროში გავთვითცნობიერდი და რაღაცა ზედაპირულად მაინც რისაც შუალებასაც გვაძლევდა სოციალური ქსელები რაღაცებს ვაკვირდებოდი, მაგრამ აი ახლა რო ვნახე, ბიჭო, აი უნდა დავასპოილერო, მაშინ რაღაცებზე უნდა ვილაპარაკოთ რა. ფილმი შედგება კონცეფცია არის ლეიტმოტივად მიდის. ხო არ იყურება, ხო? ვაფშე სხვა ვაიბია. ანუ ვაფშე სხვა ვაიბი. არა, ხო არა, ის სხვანაირი ვაიბი აქვს რა. პირველი ისა რომ ლეიტმოტივად არის თამუნასტორი რა. როდესაც რაღაცა ჯობლების გარდაცვალება, საბუთის აღმოჩენა რაღაც, მაგრამ პარალელურად არის კიდე განშტოებები, ტყუპების ისტორია. და მოკლედ აი ეს განშტოებები ერთმანეთში ძალიან საკაიფოდ იმიქსება რა. მაგრად, ხო. რაღაცნაირი როგორი პულსაცია აქვს იცი ამ დოკუმენტურს, რომ მიყვები აი
კლასნი დოკუმენტურების ხელწერა არის რა. მე ძალიან მიყვარს დოკუმენტურები, ხშირი მაყურებელი ვარ, დღესაც დოკუმენტურებს დაგიტოვებთ რჩევებში. ანუ ძალიან ხშირად უყურებ და ეს პულსაცია, როდესაც უცებ რო გაგდებს, იმდენად მევასება ხოლმე. ეგეთი იმდენი გადასვლა იყო, რაღაცნაირად მივყვებოდი და ერთი ტყუპების მომენტი იყო. შეხვედა ხო აროჩე რა, ნუ დავიბრიდე და რის თქმა უნდა, დღეს კიდე თავიდან გავიაზრე, განსაკუთრებით ბოლო ფინალური აკორდი რაც არა, რამდენი ადამიანი რაღაცა თამუნას შრომის საშუალებით იქ დაიწერა, რაღაცა 1200-მდე ადამიანმა იპოვა იმ უცხოელის ჩართვა, სქემას როყვება, მე იაზრებ რამდენად იმდენად თავარი кейსები იმდენად ხანდაზმულია, რომ უკვე გული წყდება, რომ ანუ სამართლიანობა ფიზიკურად ვეღარ აღდგება რაღაცეებს ხვდები, ვიღაცები უბრალოდ ადრესატები ცოცხლებიც აღარ არიან, აი ბოროტების რაღაცა მანქანის თავარი მძღოლები, ალბათ ან თუ ცოცხლები არიან, 100 წლისები არიან და ვერც ვერაფერს ვეღარ მოთხოვ, ანუ ყველაფერი ყველას შერჩა რა, ანუ ერთადერთი პოზიტიური ნოტი რაც შეიძლება ამ ფაფიდან ესე რაღაცა კოუზით ამოიღო არის თუ ვინმე იპოვის ერთმანეთს. სხვა დანარჩენი არის სულ ბოროტი ისტორიები. აი ბოროტი იმედგაცრუება, გულის ტკივილი, მე თითქოს რაღაცა ეს თუნდაც შენი кейსი რა, თითქოს აი მამის განხრა არის საოცარი ორმაგი სტორიტელინგი, აქეთ მამის ვაფშე სხვანაირი ხაზი მიდის, დედის ხაზი, რომელიც აი მიყვები ზარამდე და აი ამ ზარმა რა მიქნა, იცი რომ აი კაროჩე, მე ვთქვი, აი მაგაზე მეც ვიტირე, მე არ მეტირება ხოლმე ზოგადად მithumetes შემთავზე, მაგრამ აი ეს აი ეს კადრი როა, აი მან იცი რა, როგორ ტიროდით, ანუ პირველად ვიტირე საკუთარ თავზე. პირველად. ბიჭო, ძალიან რაღაცნაირი სცენა. აი მაკეტკენ მიმყავდა რა, პოსტფაქტუმ რო ჩართე და უყურე, ანუ არა, ნახე მე ეს არ ჩამირთავს და არამყურებია. ისინი ჩამოფრინდნენ საქართველოში, ჩვენ გაფრენამდე და ჩამოიტანეს ფილმი. ხო. იმათმა არ გამოგვიზარდებს ამბავი, ხო. და აი ამ დახურულ ჩვენებას ვუყურებ და მე ხო არ ვიცოდი ხა რეალურად რა შასვამდე, რა საჩასვამდე და აი ამ მე ეს ტყუპება მამის ისტორია არ იცოდნენ რომ მამის ამბავს ასვამდნენ მე ამ დედის ამბავი როგორ დაალაგდებოდა სანათესაოს ამბავი როგორ დაალაგდებოდა ესეც არ ვიცოდი და სანათესაოს რანაირად იწყება და რანაირად თავდება ბიჭო რა და მაგ იცი რა დამემართა რომ მაგ დროს უცებ დამეწყო ეს შერეული ემოციები რომ ის კი არა რომ აიმე რომ მე ხო ვიცი ახლა ამას რაც მოყვება და რას მოაყოლებენ მე ხო ვიცი უბრალოდ კიდე კარგი რომ იმის გარდა რაც იქ ჩასვეს იმ ფილმში კიდევ სხვა ბევრი ისეთი კადრია რომელიც არ ჩასვეს და მართლა ბოლომდე არ გაწირეს და მართლა ძალიან ადამიანურად მოიქცნენ ვინც ნახავს მიხვდება რას და ვის გულისხმობ და აი მიუხედავად ამ ყოფისა მაინც ვიცოდი რაც მოყვებოდა ამ ყველაფერს და აი მაგან აი ძალიან დამძაბა რა იმიტომ რომ აი არ ველოდებოდი ბაზარია მაგრამ ნუ ეხა რაღაც იზამ ვეღარაფერზე ანუ ფილმი გადაღებული ჩამოგიტანეს უყურებ იმდენად ემოციური იყო ჩემთვის ჩემი შესახებ გადაღებული ფილმის ყურება რომ მართლა მოვკვდი აი არ ვიცი რა ნუ მანამდე ხა ხოსხვებიც მაგ დანახე სხვა ფილმებიც მაგრამ ეს იყო აი არ ვიცი ვიცი რაზე ვფიქრობდი აი დღეს რო უყურებდი მე თქვი ეხა მე რო ჩემ თავზე ვუყურებდე რა ანუ რა კითხვების გამიჩნდა ეხა ეგ მაგითი მინდა დაგცხრილო რა რომ მე რო უყურებდე ჩემ თავზე ძირითადად ხო ადამიანებს ეგ გვაქვს რომ არის თემები განსაკუთრებით ოჯახს როცა ეხება იმდენად სენსიტიურია რომ ვცდილობთ რომ ძალიან ჩარჩოში მოვახცი რაღაცა ჩარჩოში იყოს და გვინდა რომ აქ დარჩეს რა ცუდია კარგია მნიშვნელობა აქვს რაღაცები აი აქ აი ეგ პონტი უყურე ვიცი რაც მეკითხები მე გავაგზავნებ შენი კითხვის გარეშე სწორად კი აი სად გადის ღვარი პირად ცხოვრებას და დოკუმენტურ ფილმის ჩვენებას შორის აი დაახლოებით ხო აი ეგ ეს იყო ერთადერთი კითხვა რომელიც სხვადასხვა იქ რო დავდიოდით ამ ინტერვიუებზე ერთ იგივე კითხვები იყო ყველგან და ნუ უკვე აი ერთ იგივე კითხვები და ერთადერთი კითხვა რომელიც პრემიერის მერე ნუ სცენას ხო აგვიყვანეს და აქვს ეს სცენაზე ერთადერთი კითხვა რომელიც იყო გამორჩეული იყო ეს კითხვა და ეხა დასვშენი ხო ანუ პირველი რაც ვიგრძენი ყურების დროს ეგ ჩემი თავი აი უცებ რო წარმოვიდგინე რომ მე რას ვიგრძნობ ნახე იცი რა მომენტია რომ მე იმდენად მგულშემატკივრობდა ძალიან ბევრი ხალხი და იმდენად თავიდანვე ვთხოვე ამ ხალხს დახმარება ჩემი მშობლების მოძიებაში რომ ამ ხალხისთვის მე რო დამემალა რაღაცა ნაწილი მაინც იქნებოდა ძალიან ცუდი საქციელი ჩემი მხრიდან
აი ძალიან არასამართლიანი ვიქნებოდი ამ ხალხის მიმართ რა და ამიტომაც ახლა იქ არ არის ჩასმული, მაგრამ იქ ვეუბნებოდი მე გამჩენს რომ მე ეს ხალხი მელოდება, მე ამ ხალხს პასუხი უნდა გავცი და დამეხმარე, რომ ისეთი რაღაცა მითხარი, რომ მე ამ ხალხს შენ მაგივრად პასუხი გავცე, რომ რაღაცა ვუთხრა. ვახ ანუ აი ხალხო რაც არ უნდა ემპათია ქონთ ვერ წარმოვიდგენთ ალბათ აი ძალიან მინდა რომ როგორმე წარმოვიდგინო მაგ ტყავში რას ვიზა ვერ აი ფიზიკურად ვერ ხვდები რა მაგ მომენტში აი ის სცენა რო არის როდესაც სანდრიკ შე ვაფშე იმენა აროჩი ძმა არ ვიცი თაიგულს მოგართ მე ვარა ბამბანერკას გაჩუქე პაჟიზნინის სცენა რაც რომელიც არ გაშუქდა იყო როდესაც მე მივედი სანახავად სანდრო არ შემოვიდა სანდროს არ თვალით ნანახი არ ყავს სახლის კადრები რო გადის და დიალოგი რო ისმის რეალურად ეს სახლის კადრები სხვა სახლის ანუ მივხვდი მაგას ხო დიალოგი რო ისმის ანუ მე და სანდრო ხო წავედით სანახავად და სანდრო არ შემოვიდა ოთახში სანდროს არ უნდა სანდრომ არ იცის სახეზე როგორია ანუ ლაივში ესე არ უნახავს იმიტომ რომ სანდრომ პირველივე ჩემზე ადრე გაიგო სანდრომ რომ მე აყვანილი ვიყავი და პირველივე წამიდან დავდიოდით ესე სოფლ და ვეძებდით და სანდროსთვის იმდენად ნუ ჩემთვის იმდენად მძიმე არ იყო იმისთვის უფრო მძიმე იყო იმ სიტუაციაში ყველაფრის გააზრება ხვდები რომ აი მე კიდე ცოტა დაბნეული რაღაცა აქეთ ვიყურები კითხვები ვერ დავსვი ხო ნახე ანუ კითხვებს ვერაფერი ვერ ვკითხე და იქიდან გამწარებული და არ შემოვიდა არ დაენახა ერთმანეთს უნდა დაკიდოთ მედლები და ანუ ყოველგვარი ირონიის გარეშე ვიძახი ანუ ერთმანეთს უნდა გადაკიდოთ პაჟიზნინი მედლები როგორც საუკეთესო მეუღლე ტირე პარტნიორი ტირე მეგობარი ანუ სანდროზე არიცი პოლონეთში ხდებოდა არიცი ის ვიდეო ნანახი გაქვს სანდროზე რო თქვი და ანუ იქ ნუ იქ ერთხელ სადღაც მოვყევი რომ რაღაც ქალები თქვახში მივარდებოდნენ თქო და ნირას შექმაზელებს ვარაკობ ანუ არ იცი პოლონეთში სანდროზე რა ამბავი იყო იმიტომ რომ ძირითადად ეხა ხო ქალები იყვნენ ამ უმეტესად პრემიერაზე მოსულები და ნუ აი რომ ნახეს ეს ჩართულობა სანდროსი იმიტომ რომ პოლონეთში მაინც ცოტა სხვანაირი ალბათ ქმრები არიან რომ ანუ თან ცოლებიც იმდენად ესე არ რებენ ხვდები იქ რაღაც მაინც ხვარი აქვთ რა ურთიერთობაში და ჩვენ აი თავიდან ბოლომდე იმდენად ჩართულები ვიყავით ერთმანეთს ცხოვრებაში რომ სანდრომ ყოველი შემენაბიჯი იცოდა და იმათთვის იყო ეს სანდროს დამოკიდებულება ამ საქმის ვერთ იმდენად გასაკვირი და იმდენად აღმოფრთოვანებელი რა ვიდეოც მაგ გადაღებული მე ვინმე რამე რო არ თქვას გადავიღე ფაქტები რომ ეს ქალები ამბობენ რომ აი Sandra is our hero კიდე ერთხელ გეუბნები ეკუთვნის რა ანუ აი რავი, კაცური სოლიდარობაც, მაგაცური რაც გინდა ის და არ ქვით, ანუ მაგ ბიჭის პრიზმიდან რო უყურებ და რო წარმოვიდგენს სხვაზე ჯვარი ვეწეროს, ყველას კიდე ერთხელ ვიზახი, რომ აი ოჯახს გიწევს ეგეთი რაღაცეების ამდენი წელი გამკლავება და ამ რეჟიმში ცხოვრება და ესეთი პაძერშკის просто ანუ იმენა მედალი არ ვიცი, რამე ჩამოუსხით ორივეს, რომ კიდე ერთმანეთს გადაკიდო. შენიც რამდენი გოგოა, რამდენი ქალია, რომელიც ქმარს ვერ ეუბნება, რომ აყვანილია? ძალიან ბევრი. ძალიან აი ბევრი ქალი ეძებს მშობლებს ისე რომ ქმარმა არ იცის. იმიტომ რომ არ აქვთ ქმრის მხარდაჭერის იმედი. გონიათ რომ ქმარი წამოაძაღებს აი შეაყვანილო, აი ხო, კი არის ესეთ შემთხვევები, ნუ არის. და სამწუხაროდ ქმრების მხარდაჭერის იმედი არ აქვთ და ამიტომ ბევრი მალავს. ხო. კომენტარის გარეშე დავტოვებ. მაგრამ იცი რა, ბევრი ვერ გააკეთებდა იმას, რაც სანდრომ გააკეთა. ბიჭო, ბევრი ვერ გააკეთებდა კი არა. 90% შეიძლება სურვილი იგივე წმინდა ქონოდა რაც სანდროს, მაგრამ ნერვი არ ეყოფოდა. სადღაც გაძღრენავდა, სადღაც ვერ მოკლედ რა ამას ანუ იმენა სხვა გმირობა და სხვა კვერცხები ჭირდა. და თან ეხა სანდრო მარტო ჩემ ისტორიაში ხوار იყო ჩართული ანუ რეალურად ყველაფერში თქო ანუ მაგ ცხოვრების სტილით იცხოვრა ტიპმა 8 წელი. ანუ სანამ ჯგუფში მოაღალიბედით მე და სანდრო დავდიოდით და ჩვენ ვეძებდით ბიოლოგიურ ოჯახებს და ერთ-ერთი ოჯახი იყო სადაც ნუ გადაეკეტა იმიტომ რომ აი იქ ჩვენ შევახყვედრეთ ერთმანეთს დები და ისინი ხო ტიროდნენ მე ვიღებ და სანდრო გამოვიხეთ და მანქანა ის და ტირის და თავიო დამონებეო რა ანუ არ შემიძლია ანუ ის ძალიან ემოციური ანუ არ შამდენ ემოციასო ვერ ვუძლებო რა წავდი იარე უჩემო შემოძმა კაცო საღოლ შენი საღოლცმო ფინალური კითხვა ძალიან დერსკი დასმული რა დოკუმენტურში რა სანდრომ კითხაო რომ ხო 8 წელი ვიცხოვრეთ ამ ტემპითო რა ეხლა რა ხდება ანუ
ალბათ თელი შენი არსება როცა გადართულია ამაზე რა და ყველაფერი მეორე ხარისხოვანი ხდება. ფინალური აკორდი რო დასმული არის და უკვე წამღერებული არის. მე რა საერთოდ როგორ გამიჭირდა? ანუ თან ხო შვება, ანუ ხო და არა. რაღაც პონჩი რო ანუ ყველაფერი გაარკვიე რა. ეს ხო შვება ერთგვარი. შვება კი არა, ეს არის, აი რა ვიცი, ამხელა ტვირთი მომეხსნა მხრებიდან. აი ხა ვიდეო გადავიღე რა, სულ რაღაც მტკიცებით ფორმაში ვარ, მუდმივად, რომ აი ვიდეო გადავიღე, მამი და ჩემი იყო ჩემი მეზობელი და არ ვიცოდით რომ ნათესავები ვიყავით ხვდები, ან მე ცხოვრობდი პირველ სადარბაზოში, ის ცხოვრობდა მესამეში. და სადღაც მოუყევი ეს ამბავი და მე მოთამუნავ ძალიან ზღაპრებს ხვებია უკვე, რა ის მეზობელი და გუშინ ვიდეო გადავიღე მამი და ჩემთან და მე მოყევი. ანუ ხო ხვდები იმდენად ხალხის დამოკიდებულება იმდენად ისეთი იყო რა. არის დღემდე, მაგრამ გარდა იმისა, რომ ეს მომეშვა, ეს 8 წელი იყო ძალიან ექშენი. ხო. აი, სულ იდიოტი და რაღაც ვიღაც ახალი ისტორია წავედით. აი, სულ მუდმივად და უცებ აი ეს ექშენი რომ და ჭირდების აი სიცარიელეში. აქ მარტო ის ხო არ არის რო იპოვე. აქ რო იპოვე მე რა ხდება? აქ ხოიცე ფილმები რომ თავდება და ცხოვრობდნენ ბედნიერად და დიდხანს რა და მე რო გაინტერესებს. აი ეგ ბედნიერად და დიდხანს. იმდენად საინტერესო ფილმია. რომ მე რა ხდება? ხალხს გონია რომ აი იპოვე და აუ რა კაია ჰეპი ენდი არ არის ესე. არ არის ესე, იმიტომ რომ ამ პოვნას მოყვა ძალიან დიდი სკანდალები. ძალიან დიდი დაპირისპირებები, ჭყუბები, შეურაცხყოფები, კომენტარები, პოსტები, ანუ ძალიან არაერთგვაროვანი რეაქციები და ამ პოვნის მე იმის მაგივად რომ მე პირიქით დაიყოფილიყავი, ძალიან ცუდად ვიყავი. ძალიან მე ზოგადად დეპრესიული ადამიანი არ ვარ და არასდროს დეპრესია არ მქონია, მაგრამ აი 3 დღე ვიწექი რა. შოგი მქონდა ჩემ მქონდა ვიწექი, იმიტომ რომ ვერ აქეთ მამის მხარე ილანძღებოდა, ვიღაცები ლანძღავდნენ და რეალურად ხო ჩემ გამოლანძღავდნენ, იმიტომ რომ მე რომ გავარკვიე რომ ეს არის მამა, ამიტომ გაილანძღა ეს კაცი, რომელიც არ ფშოში არისო. მე აქეთ ეს მხარე იმას ლანძღავს მე ნუ აი ძალიან არეული სიტუაცია იყო რა აი ძლივს ნელ-ნელა დავალაგეთ სოცოტა და ეხა ფილმი გამოვიდა ისევ თავიდან დაიწყო სკანდალი ხო ეგ ხო მაინც აი უყურებელი რისი თქმა უნდა იცი რომ ეს გარე ფაქტორები ანუ ნებისმიერი შენს გარეთ მდგომარეობა მაინც გარე ფაქტორია რა ანუ შენ გონია რომ მაინც დაწყნარდი რაღაც პონჩი და შენ რა კითხვებიც ქონდა ვერაფერზე პასუხი ვერ მივიღე და ეს არის ყველაზე ცუდი მე რა კითხვებიც მქონდა ხო რა ბაზარ თუ კითხვებს ეგრე გულისხმობ კი მაგრამ რა ინფორმაციის გარკვევაც კიდოდა ყველაფერი გაარკვია კი ბატონო კითხვები მგონია რომ რაც ახლა შენი გულისხმობ აბსოლუტურად მოყვები რომ ალბათ დარჩება გაუცემელია ეგეთი პონტია რა. ხო, ნუ იმ ფილმში ხო მოისმინე კიდევაც, რომ ეს ამბობს რა, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩემი ოჯახიო. მაგრამ შენ რომ ოჯახში არ ითვლებიო. აი ამის მე რა კითხვა უნდა დამესო? აი რა უნდა მიგეთ. დღეს რა ვცდილობდი, იცი ხო? დღეს გეუბნებს პიზდეცი დილა მქონდა ხალხო. ბავშვი და მარიამი საბერძნეთში მიფრინავენ რა და მეც რაღაც მე მოგიყვებით მიფრინავ სადღაც და ამ ბოლო რაღაც ჩეკები რო გაქვს რა ერთი კვირაში რო უნდა მოასწრო და პოდკასტები ჩასწერე და დილით მე ვთქვი რა ანუ გამომივარდა შენოცა და აი ეს სანამ რაღაცა მასე ანალიზებზე იყო შესული მე უღლებ ჩავრთე ანუ ეუნე ვაფშე წაიშა პირველი 4 საათი მერე ანუ სადღაც 6-ისკენ მოვედი 100-ზე რა რომ მე ვთქვი ეხა ეს როგორ ეს ქაოსი თავში რაც მაქვს მე ვთქვი როგორ გავუკეთო სტრუქტურება რომ ვერბალურად შევძლო ამის გადმოცემა ალბათ კიდე კაი ხანი დამჭირდება რომ ანუ ის ემოცია რაც დამიტოვა შევძლო გავაჟღერო მაგრამ დღეს ბევრი რაღაც დავაფიქსირე ჩემ თავში რა აბა და მათ შორის იყო რომ ძალიან გულით მინდოდა გარდა იმისა, რომ სულ ვცდილობდი სანდროს როლში ყოფნას, შენ როლში ყოფნას, ვიღაცის როლში ყოფნას, მაგრამ მე მივხვდი, რომ ბოლოსკენ იმათ როლში არ ყოფილვარ რა. ეს ფილმი როგორია, იცი, რომ შეგიძლია ძალიან სუბიექტურიცაა რაღაც ამბავს, ძალიან ობიექტურიცაა რა, ვირა პრიზმიდან შეხედავს, ვინ ანტაგონისტს ამოიკითხავს, ვინ პროტაგონისტს ძალიან რთულია რაღაცეებს დაარქვა რაღაცეები. იმიტომ რომ იმდენად ადამიანური ფაქტორია და იმათ ტყავში არ ხარ ვიზეც არის ეს ფილმი რომ რთულია ბიჭო აი გონია რომ შენი მორალური პრინციპები კარნახობს ამას მაგრამ რთულია როდესაც ხვის ტყავში არ ხარ რაღაცაზე დასკვნა გააკეთო ეს იქნება ზედაპირული რა ეს დამიტოვა და ძალიან ვცდილობდი რომ დედის მხრიდან მე ვთქვი ანუ აი რა ლოგიკა უნდა ავაწყო თავში რომ
გავიზიარო სხვა რაღაცა არის. გავიგო რა, ანუ ფრაზა რაც თქვა და მიდგომა რომ აი შევძლო გავუგო. რომელი ფრაზა? ეს შემოგვიყვება. ხო, აი ანუ ნეტა იქ არის მეორებაც არის. ხო, ანუ აი არ როჩერ, ანუ და რო ხოიცი რომ ხზავ თავში რა, ეს არტისტული ამბავი რომ ყველაფერზე ვიწყებ თავში რაღაცა ისტორიების შეთქმულას, რომელიც არარეალურია, რომ პერსონაჟი გავამართლო თავში რა და დავიწყე რომ სანამ იმ სტორის გაიგებ, რაც მე ხდება უშუალოდ ფოტოს ამონათება, როცა სახში მიდის დიალოგ, სანამ მაგას გავიგებდი, ჯერ ხო პირველი პონტია რომ დიალოგი ჩანს ტელეფონში და მერე გაძლევს რეჟისორი იფიქრე ხა რა. ამოგასვათ გასატა ხანი ხო? აი ხა იფიქრე და მან დავიწყე რომ მეთქი ამას პროსტა ადამიანი არ ამბობს. ესე იგი, ალბათ რაღაცა ისეთი მოხდა, ამ ქალმა ალბათ რაღაც ისეთი გაიარა ამ 40 წელიწადში, რომ ეს სიტყვები წამოაძახებინა. ბიჭო, რომ მიდიხარ იმ მომენტამდე, ანუ ვერ ან მე არ მეყო ფანტაზია, რომ ვერ შევთხზე რა. და წარმოგიდგენ, მე რიგითი მაყურებელი ვარ. ანუ გასაგებია ჩემი მეგობრები ხართ, ალბათ რიგით მაყურებელთან შედარებით ბევრად სხვანაირად აღვქვაო, უფრო შინაურად, მაგრამ მაინც მესამე პირი ვარ რა. პროსტა უკვერცხესი კითხვა ახლა რას გეკითხები, ხვდები, ანუ არა, რა პროსტა რა ხდება მაგ დროს თავში რა. ანუ მაპატიე რომ ამას გეკითხები, მაგრამ შენ არ ხარ ქალი, რომელიც გაიზარდა სამეგრელოში და ამიტომ ვერ ხვდები. მე ჩემთვისაც გაუგებარი იყო ეს, ანუ მართლა გაუგებარი იყო. სანამ არ აღმოჩნდი სამეგრელოში, არ დავიწყე იმ ხალხთან ურთიერთობა. სამეგრელოში იმ ეპოქაში. იმ ეპოქაში გულისხმობ ხო? ოკეი. და არ დავიწყე ამ ხალხთან ურთიერთობა, კომუნიკაცია და ამ ხალხის მონაყოლიდან გამომდინარე არ მივხვდი მაშინ რაც ხდებოდა. მანამდე ვერაფრით ვერ შევედი მის მდგომარეობაში. ეხლა ნახე, ქალი 40 წლის განმავლობაში მალავს რაღაცას, ისეთ რაღაცას, რაც არ გავრცელებულა და ლოცულობს, რომ არ გავრცელდეს და Warner Brothers-ზე კარტი. ანუ აი რას სასაცილოა სატირალი რო არ იყოს აი ეგ ამბავია. აი ეს ხო არ იყო რომ მეზობლებში გაბაზრების რო გეშინდა და HBO და Warner Brothers-ი რო ფილმს იღებს. მისი მდგომარეობიდან, ასე ვთქვათ, გადმოსახედიდან აბსოლუტურად მარტივი გასაგებია, მისი დამოკიდებულება ჩემს მიმართ. იმიტომ რომ რასაც მალავდა ამდენი წელი, უცებ აი ესე გავხედე. თუმცა მისი პიროვნების იდენტიფიცირება არც არ მომიხდენია არასდროს. არ მithქვამს მისი საყრდენკო მისი ფოტო არ დამიდი, ანუ არასდროს არ მომიხდენ. მიუხედავად იმისა, რომ მე მქონდა ამის უფლება, მე მაქვს უფლება რომ დავდო, რომ დავაწერო დედა ჩემი. მორჩა, ვინ რას მეტყვის? არ არის ესე? არის დედა. და დავდე ფოტოს და დავაწერო. აი ეს არის. მაგრამ ეს არ გამიკეთებია, ისევ და ისევ იმათ სანათესაოს გათვალისწინებიდან გამომდინარე. თუმცა ის მაშინ რაც მოხდა, ის მესმის და შევედი იმ მდგომარეობაში და პირიქით ჩემთვის ძალიან კარგი მოხდა. მაშინ რაც მოხდა. ო, ეგ დასკვნაც ისმის მე ალექსანდროსთან ლაპარაკობ ხომ ბაზარია. მაგრამ დღეს, ანუ აი დღეს, როდესაც მარტო ხარ, არავინ არ ყავს ადამიანის რუკისა და 40 წლის მერე მოდის შენი შვილი, რომელიც არაფერს არ გთხოვს, უბრალოდ გეუბნება, რომ აი რამდენიმე კითხვა მაქვს და ამ კითხვაზე პასუხი გამეცი და ამ კითხვებზე ესეთი პასუხია, ეს არის ჩემთვის გაუგებარი. როგორ ფიქრობ, ეს HBO-ები და ამბები რაღაცები არ ყოფილიყო, პროსტა ტეტ-ნატეტ რო შეხვედროდით. სხვა ფორმით გაეგო, ანუ შენგან ეს ამბავი, იგივე ფინალი იქნებოდა? ნახე, HBO-მ არიცოდა მე რომ ნაპოვნი მყავდა, როცა ვიპოვე და როცა ვესაუბრე. ანუ ის კადრები რაც არის მანამდე გადაღებული, მე რო პირველად ვრეკავ, ეს უბრალოდ ჩემი ტელეფონით გადავიღე, რომ მე მქონოდა, მეყურებინა ჩემი თავისთვის როგორ ვურეკავ ბიოლოგიურად. ალბათ ვაფშე სხვა ფიდბექს ელოდებოდი ზარის დროს, ხო? რა თქმა უნდა. მეორე როდესაც გადავიღე კიდე რომ ვურეკავ, რომ ვეუბნები, რომ გავიგე რომ შენ ხარ დედა და იქ რომ მთელი ამბები ტყდება, მაშინაც არ ეცოდა HBO-მ. HBO-მ გაიგო, მაშინ როდესაც რამდენიმე კიდევ კვირის მერე ვუთხარი რომ მამა ვიპოვე და დედა ეს არის და მამა ეს არის და მე მივდივარ მამის სანახავად. მეორე დღეს გადმოფრინდა Warner Brothers-ის ზუგდიდში. აი, ანუ ესე მოხდა. მანამდე რაც ხდებოდა, ის არ იცოდა HBO და ამანაც იცოდა რომ იმათ მარიცოდნენ. ეს ძალიან ჩვენ შორის ამბავი ხდებოდა. მაშინ ეგ შეცვლის მხარეც ყველად. მამას მოკითხა რა მაგარი კაცია ბიჭო. არა, ის ფაქტი მეგობრებში მყავდაო, რო იძახი. ვართა მეგობრებში მყავდა? როგორც ქორეოგრაფი და რაღაცა მაკვანში? როგორც ნათესავი, იმიტომ რომ მე ხო ნათესავებს ვიცნობთ, უბრალოდ ვერ წარმოვიდგენდით რომ ეს ადამიანი იყო მამა. როგორც ნათესავს, ისე ვიცნობდით. მართლა ბიჭო.
სად არის sea friendship. ანუ მე ხო შარშან გავიგე. 2023 წლიდან არის ჩემ მეგობრებში. ბიჭო. ანუ ბიჭო. ნუ რა ვიცი. მამა რო ყავს მეგობრებში და არ იცი მამა. უშენ რა ჩხიერსი. ხო და ის ხო მაფოლოებდა და აზიარებდა შენ პოსტებს. გამჩენი. ოღონდ არ იცოდა რომ მაგის შვილი ვიყავი, просто მაფოლოებდა რა. და აზიარებდა რაღაცებს. ხადა. რო გადავედით, რომ ჩამოვყევი, თამუნამუსერიცე. აი კი ისოდით რომ მე ვიყავი თქო და არაო, იმიტომ რომ არ ახსოვდა წელი როდის იმშობიერა. არა, პირველ დიალოგზეც ეთქვა ვაფშე. პირველ ანუ 40 წელია გასული, ხო ხდები? ანუ ჯერ просто აღდგენა მაგისი გუში რავჭა მე ეგარ მახსოვს. ხდები? ახლა გასაგებია მოვლენასთან არაფერ შუაში არა, მაგრამ ვაფშე პირველი ზარი რო არის რა, რო იწებ რო აი რომელ წელს რაღაც და არაო, საერთოდ არ მიმშობიარიო რო იძახის რა. ანუ მე ვაფშე მანდ ვიფიქრე რომ მეთქი იქნებ შეეშალა და სხვაგან მიდის ახლა ეს ფილმი რა. ანუ კიდე სხვას ვეძებთ. короче, ტვინი როგორ იწევს იცი მუშაობას ამ დოკუმენტურს რო უყურებ აი იმენა. მაგრამ მათ კიდე ძალიან უცნაური ამბავი მოხდა, ახლა კიდე ცოტა ჩავხლართავ. პირველად რო დავრეკე, ანუ მამი და ჩემა, ანუ ამყვანი მამის დამ, რა ისტორიაც მომიყვა, რომ აი დედა იყო ჭიათურიდან იყო დაახლოებით 30 წლის, მამაც იქ იყო, აკითხავდა ეს მამა და ასე შემდეგ, ანუ გარეგნობა რა სამეხსერა მამი და ჩემა. ანუ რო დავრეკე პირველ დღეს პირველივე დღეს მიყვება რომ ჩემო სადაც მომეშალა მოცელიო გვერდზე საწოლზე ვიწვაო ქალი რომელიც იყო ჭიათურიდანო და იგივე ისტორიას მიყვება რა და მეთქი ხო არა ამერია და მართლა ის ქალი ხო არ არის მამი და ჩემა ანუ მამი და ჩემა რეალურად იცოდა იმაზე ისტორია რომ იმის შვილი ვიყავი და აღმოჩნდა ამისი ანუ რანაირად ეს დღემდე ვერ გამოხსნილი რა ანუ რანაირად მეთქი იქნებ მართლა არასწორ კვალზე ვარ და იმ ქალმა გამაჩინა და უბრალოდ ამ ქალის მეზობლებს გონიათ რომ მე ვარ რადგან მშობიარობის დღეები დაემთხვა რა. ანუ ეგ დნმ-ის ტესტმა და ყველაფერი გაარკვია, ხო? დნმ-ის ტესტზე ვინც არ იცით? პირველ პოდკასტში ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ამაზე პირველ პოდკასტში რა. ჯვარი გეწეროთ, სულ ხაზი მინდა ხოლმე გავუსვა რა და ცუდად არ მინდა გამიგონო, რომ ეს შენი რაღაც დიდი ცხოვრების დიდი ნაწილია რა. თუ ვინმეს რამე მსგავსი ეჭვი გაქვს სიტყვაზე რა, არ ვიცით რაღაცა მონაბოდი გახსოვთ, ან ეძებთ, ან ეგეთი რეალობა. ნებისმიერ ნათესავს. არსებობს ტექნოლოგია, რომელიც ძალიან გეხმარება. ეს არნიშნავს, რომ 100-დან 100%-ში ყველაფერს გაარკვევ, მაგრამ წინ წაქცევს ძალიან საქმეში. ეს არის დნმ-ის ტესტი. ხო, ზოგი ეგრანუ გააჩნია, მაგრამ მოკლედ ერთი დიდი ნაბიჯია თუ სრულად ნახტომი არა რა. ეს არის რა დნმ-ის ტესტი, კიდე ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა. არც ისე ძვირია, ხო თუ რაღაცა რა. $100 ხო, Amazon-ზეც არის თუ. ხო. და ნერწყვით, მოკლედ ნერწყვით ხდება, ხო, თუ სისტემა. კოლბას ავსებ ნერწყვით და იგზავნება ბაზარში. ამერიკის ლაბორატორიაში. და მთელს მსოფლიოში თუ კი ვინმე დნმ-ით რამე კავშირშია შენთან, ეს რაღაცა აი საგვარეულო ხესავით იშლება, ხო, რა მე რამდენი თაობა, საიდან რა მიმართულებით, ანუ ძალიან გეხმარება თუ ამ რაღაცა პროცესებში ხართ რა და ეს ტესტი Amazon-ზე ჩვეულებრივად შეიძლება შეიძლება. ახლა რა ხდება? აქ რატო არა ბოდი შოვა? რატო არ იყიდეო ჩვენთან ეგ ტესტი ვაფშე? არ არსებობს ჩვენთან დნმ-ის ბაზა არ არსებობს. ხო, მაგრამ მოთხოვნა ხო არის? მოთხოვნა არის. ეხლა ნახე რა ხდება. აქამდე ხო ჩვეულებრივად ვგზავნით ამ ლაბორატორიაში უკან ამ ტესტებს. ამ ტესტებს მოყვება შტრიხ კოდი, რომელსაც პირდაპირ ჩააგდებ ამერიკაში USPS-ის ყუთში ან რა ნებისმიერ სხვა ქვეყანაში და გზავნი უფასოდ. უკან გაგზავნა არის უფასო, ან მოყვება იმას თავისი შტრიხ კოდი, რომ უკან გაიგზავნოს უფასოდ. ჩვენთან ფასიანია, ხო? ჩვენგან საერთოდ აღარ იგზავნება ეს ტესტები. არსებობს ესეთი გამშვები პუნქტი, რომელსაც ქვია ლასარე. ვიცი. ხო, ამ გამშვებ პუნქტში მიდის აბსოლუტურად ყველა ნივთი, რომელიც გადის საქართველოდან. მე ვესაუბრე ლასარეს ხელმძღვანელს. ამ საუბარს დაესწრო კიდე ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც მართლა მეხმარებოდა და ლასარის ხელმძღვანელობა ითხოვს ცნობას, რომ ეს ნერწყვები არ შეიცავს ვირუსებს. როდესაც მე დავუკავშირდი ამერიკის ლაბორატორიას ვთხოვე რომ ეს ცნობა გამომიგზავნეთ რომ ამ ტესტებს მოყვება პატარა სითხე რომელსაც ასხავ ამ ტესტში და ინახავს ნეიტრალებს თუ რამე ხო რომ გამომიგზავნეთ თქვენ მითხრას რომ ანუ ჯერ შემიხარ რომ გამოგიგზავნოთ და საიტზე ყველაფერი წერია და შეგიძლიათ ამოიღოთ და გამოგზავნოთ ხო და მოკლედ პრობლემა გვაქვს გაგზავნის იმიტომ რომ
ვერ იგზავნება ცნობის გარეშე, ცნობა საიდან უნდა მოვიტანოთ ახლა შეხვდები. არაფერი არ გცნობა, არ კეთდება, ხო, შანსი არ ნუ არის. იცი რა, მაშინ თითოეული ადამიანი უნდა ხა მე რო ჩავდივარ სამეგრელოში და რო ვტესტავ 104 წლის ადამიანს, რომლის გვარიც რეალურად ბევრ ადამიანს დაეხმარა. იმას ცნობა საიდან, როგორ უნდა წავიყვანო ის ადამიანი კლინიკაში, როგორ უნდა ავიღო ფორმა 100, როგორ უნდა, აი ძალიან ვთხოვ რა დაგვეხმარონ რა, მაგრამ რა ვიცი, ჯერობით ვერ გვეხმარებიან. არსებობს კიდე სხვა გზა, მაგალითად DHL-ი, უბრალოდ ძალიან ძვირი ხრის. ან ვინმეს გაატანო აი პონტი ბოლო, შეიძლება საზღვაო ჩვეულებად გადაიტანო. კი. ხო და ნუ პრობლემა გზავნით, პოვლობთ გზებს და გზავნით. აქაური ბოდიში სისულელეს კითხავ, ეს ხო მერე მიდის იქ ლაბორატორიაში, რამე აქაურმა ლაბორატორიამ, იმდენად სპეციფიური ლაბორატორიაა, რომ აქაური ლაბორატორია საქართველოში ვერ კეთდება, კვლევა გოგოს, თქვათ და დეიდას შორის, მამიდას შორის, ბიძას შორის, არ კეთდება. დაძმა შორის ვერ თუ არ. ვერ, რაღაც მარკერები არ აქვს თუ რაღაც, ვერ კეთდება. საქართველოში დნმ-ის ბაზაში შედიხარ იმ შემთხვევაში, თუ გაქვს სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი. სხვა შემთხვევაში დნმ-ის ბაზა საქართველოში არ არსებობს. 104 წლის ხარ უნდა მოგაპარინონ მაშინ რაღაცა ხო, მოპარვით შეიძლება ვერ შეხვიდე სისხლის სამართლის დანაშაულთან. დაჭრა მაშინ რაღაცა. და მოხუცროთ ხო რომ თუ გინდათ რომ შეგიყონ იქნებ დაჭრათ როგორ და რომ აი ესე ვთხოვო რა ამ ადამიანს სახელს და გვარს არ დავასახებ, იმიტომ რომ მართლა ყველანაირად ცდილობ ჩვენ დახმარებას რომ გამონაკლისი გაგვიკეთეთ რა. ყველა პონჩი ხო არ გადაო ბიჭო. ძალიან მაგარი ამბავი უნდა მოყვა. მოკლედ იყო ერთი გადამზიდი კომპანია. არ ვიცი მაგ თუ არა დასახელების უფლება ამ კომპანიის. მე მწვანეს გაძლევს. რამდენად იმათი პოლიტიკა. ბარამი იყო ეს კომპანია, რომელიც არ იცოდა არავინ. მართლა იცი გაგიგია. არავინ არ იცოდა ეს ბარამი და რო გავიგეთ რომ ეს ბარამი გზავნიდა 17 ლარად ამდენი ტესტებს. წარმოიდგინეთ ჯგუფში რამდენი 1000 ადამიანია და რამდენი 1000 ადამიანი ჩვენ გარეშე იწევს ამ ტესტებს ხო საქართველოს მასშტაბით. და ყველას ვერ მოდი აი ბარამში მიდი, ისინი გაგიზავნიან და ავამუშავეთ ასე ვთქვათ. ბარამი გახდა ის ხო? ამუშავა ბარამი. მე ისე მოხდა რომ 10 კაცის ტესტი დაიკარგა, 20-ის ტესტი დაიკარგა, მე ეს ხალხი მიდრეალდებოდა, მე მენობა რომ თამუნა უკაცრავად, შენ რო გაუწი ამ ბარამს, ამ ხელა რეკლამა რო გაუკეთე. ოღონდ ხო არ გონია რომ ვინმე რამე გადამიხადა კი არა, საერთოდ რამეში გვერდში ვინმე დამიდგა. დაიკარგა და მე ვრეკავდი რომ ბოდიში დაიკარგა, ვერ და მოკლედ არ ვიცი სად გააქრეს ეს ტესტები. გადის რამდენიმე კვირა. ვიღაც ქალი მეუბნება რომ აიო ბარამშიო ტესტი ვიყიდეო რა და გამიგზავნესო და მეთქი რა ტესტი იყიდეთ მეთქი. კომპანიამ დაიწყო ტესტების გაყიდვა. ამდენ მილიონიანმა კომპანიამ დაიწყო ამ ტესტების გამოწერა ოფისში. ფასნამატით გაყიდვა. ოფისში ფასნამატით გაყიდვა. იქვე ადგილზე ოპერატორები უკეთებენ, აფურთხებინებენ ამ ხალხს და უგზავნიან უკან. სიმფსონების სერიას გავსოდა. ღვთისწყალობით მე ისე მოხდა რომ ხალხმა გაიგრო რეალურად დაიკარგა ბევრი ტესტი და ამას პასუხისმგებელი არ იყო ბარამი და ისევ ჩვენ ავიღეთ ჩვენ თავზე ჩვენ გამოუწერეთ ახალი ტესტები და ისიც გაიგეს რომ ამ ტესტებს ბარამი ვეღარ გზავნის. თუ გაგავთ ბარამის იმედი ნუ გექნებათ. მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ესეთი ადამიანი შენ რო გეხმარება შენ ბიზნესში რომ ამუშაო და არავინ რო არ იცი შენზე და ამდენ 1000-იანი ჯგუფი რო შენ მოგაბი მე არაფერი არ მინდა უბრალოდ ამ ხალხს დაეხმარე და ესე რომ მიტრიალებ კარგი რა. არა სერიოზული პოდკასტი. ეხლა მე პროსტა რაც შენ თქვი დავმეჩე იმაზე რომ როცა რაღაცა მე რომ მქონდეს ეხლა ბიზნესი, თქვას და ვიღაცამ გასაგებია რომ ეს ძიმეთემით, მაგრამ ხელი გამემართოს და ბიზნესი ამეწყოს, მინიმუმ დავფიქსდებოდი მე რაღაც ამ თემის დაპაძერშგებაში. ადამიანური ფაქტორია. ამას რატო ვამბობ? რა იმ დღეს ვნახე story მიხარია რომ შეიცვალა სიტუაცია, პოდკასტს სანამ ჩავთავდი რეკს სანამ დავაწვევდი მაგაზე ორი სიტყვით თქვით. თავნას აქ პოდკასტი, რომელიც ამ თემაზე არის და მაშინ თქვა ჯერ კიდე აქ რო იყო პირველ პოდკასტში, ჩემთან რომ ამას გეგმავდა და სუპერ იდეა იყო, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოდკასტია შიგთავსით, რაც შეიძლება რაღაცა გაკეთდეს რა. და იმ დღეს ნახე story გედო თუ პოსტი აღარ მახსოვს, რომ
короче, სპონსორი ვერ იშოვა რა. უარი მითხრეს. უარი მითხრეს. აი როგორმა კომპანიებმა მითხრეს უარი, აი მართლა არ მინდა დასახელება, იმიტომ რომ კიდე იმედი მაქვს უთყვილად, მაგრამ აი როგორმა კომპანიებმა თქვა იცი უარი, რომ აი მათთვის 3000 ლარი, აი უბრალოდ აი მართლა აი არაფერი რო არ არის, ხვდები? ანუ აი 3000 ლარი არის ის, რითიც აი უბრალოდ რომ ის აი რომ არსებობდეს, ხო როგორ ხარ შენ მაინც ხო იცი რომ აი 3000 ლარი ამდენი ადამიანი მუშაობს ამ პოდკასტზე, ხა რეალურად არავის ზედმეტად არაფერი არ რჩება, მაგრამ ну მესმის რომ საფთია ქოქსელების დამოკიდებულება მესმის, იმიტომ რომ მათ აგრეთვე აქვთ კლინიკები და იმ კლინიკებში ვინ მუშაობს დღეს და ვინ იყო დღესღაც ჩართული ბავშვების გაყიდვაში არავინ იცის და ამიტომაც გარკვეულწილად თავს იკავებენ. ну კაი, ეგ სიტყვა საფთია ქონმართულება. სხვა ხო, აი ან შეიძლება ცდილობ გაამართლო რა, გულში გინდა რომ ადამიანების სიკეთე გჯეროდეს და მე ცოტა აი ეგ რო წავიკითხე. ყურე, აი ჩემთან რო არ მოდის რეკლამა, სიტყვაზე მე რო ვიღაც უარს მეუნება, აბსოლუტურად გულსატკენია, რა თქმა უნდა, ყველა უარი გულსატკენია, მაგრამ ვიაზრებ თამაშის წესებს რა. ანუ ვიაზრებ რომ მე წარმოვადგენ რაღაცა კონკრეტულ იმიჯს, პიროვნებას, რომელიც ვიღაცა შეიძლება ვაფშე არ ეხატება, სულ რო კარგს აკეთებდეს, არ ეხატება, ან პირიქით შეიძლება ძალიან ცუცს აკეთებ და ვიღაცას პროსტა ვევასებოდ. ანუ ძალიან სუბიექტური თემაა, იმიტომ რომ პერსონალიზირებული არის ჩემი პოდკასტი რა. ჩემი პოდკასტი განასახიერებს, ხო, მაგრამ ვირას განასახიერებს? მანდ მივდივარ, ყურე. მე რასაც განვასახიერებ ამ პოდკასტში, რა ფასეულობებსაც რეტრანსლირებ, რაც მინდა იმსახურებოდეს, ეს ერთი თემა არის. ჩემი პოდკასტი რო იყოს ვიწრო პროფილური, სიტყვაზე ვიზახი, ჩემზე გადმომაკრე, ხა ისრები. და ემსახურებოდეს იმას, რომ აი ესეთი თემა, ანუ დაკარგულმა ადამიანებმა ერთმანეთი იპოვნონ, ოჯახები აღდგეს და სურო ბოდიში და განდონი ვიყო. ანუ აი რო პროსტა რა მე ვიყო განდონი, მაპატიეთ ამ სიტყვისთვის, მაგრამ რასაც ვაკეთებ, სხვებისთვის იყოს ფუნდამენტალურად მნიშვნელოვანი. ანუ მე თუ ახლა მესამე პრიზმა, ბიზნესი ვარ. ანუ სურო განდონი იყოს ეს ბიჭი. პროსტა რა ლოგიკით არ უნდა მიიტანო ესეთ სუფთა დერსკ საქმეში? ან ჩემზე გავიგებ, თქვენ ვერ ხვდები ესეთი თემის პოდკასტი იქნება თუ რაც არის მნიშვნელობა. თან რომელსაც მიზერი ჭირდება, ანუ აი აქ ხო ხა დიდთანხებზე არ ალაპარაკე. 3000 ლარზეა. მე არ მინდა იმის თქმა, რომ 3000 ლარი მიზერია, მაგრამ რარისთვის დაიხარჯება და როგორ დაიხარჯება პოდკასტის და გააჩნია კომპანიას კიდე. ანუ მართლა გამიტყდა, იცი როგორ გამიტყდა, რომ მე ვთქვი, ბლად, ანუ როგორ ან რა ჭირთ მარკეტინგებს, რომ სურო ბიჭი იმდენი დიდი კომპანია, რომელსაც ეგ არის კაპიკე, პროსტა იმიჯისთვის მაინც როგორ არის. აქ ხო ნახვებზე არ არის, მან. იცი რა ნახვებია. ხო და სურო არ კონდეს, ანუ ჩისტა იმიჯისთვის მაინც, რომ შიგნით აი რაღაცა რა სიკეთის ოდნავ დაგელექება, რომ შენც რაღაცა კარგ საქმეში ოდნავ პატარა წვლილი შეიტანე. ანუ გამოვშტერდი, მე ვთქვი რანაერად. კიდე კაი რომ რაღაცა რეალობა შეიცვალა რა. მაგრამ ეგრე რომ გიჭირს მიხვდი, ანუ ამ რეალობის შეცვლო მაგრად ეხავს. ესეც ისევ ამ ქვეყანაზე მეტყველებს და შიდა ბაზრის კონტროლობას. ნახე რა ხდება პოდკასტ ძალიან ბევრი ნახვებია, კაი, ეხა ნუ გასაგებია რომ ეხა მამის პოდკასტი ისე ეკვნებოდა ეხა 140,000 ნახვა, YouTube-ისთვის ეხა 140,000 ნახვა ძალიან ბევრია რა. რეალურად პოდკასტისთვის განსაკუთრებით. რეალურად მართლა ერთადერთი პოდკასტი იყო, რომელსაც ჰქონდა ყველაზე დაბალი ნახვა, ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი პოდკასტი რომელიც იყო. ყველაზე საჭირო და ყველაზე აზრობრივად ასე ვთქვათ, ყველაზე გამართული და საპატრიარქოს წარმომადგენელი ყავდა სტუმრად, რომელიც ყვება როგორ დაიწყო საქართველოში გენეტიკური ტესტირება პატრიარქის დაფინანსებით. ანუ ეს იყო ინფორმაციულად გაშვილებული ბავშვისთვის და დედისთვის უნდა იყოს ეს. მაგრამ ნუ აი ყველაზე მაგრამ ეს არ არის მარტო სპონსორების ამბავი, იმიტომ რომ საქართველოში პიარდება ისეთი რაღაცეები და არ პიარდება ისეთი რაღაცები, რაც ესეთ უნდა იყოს ყურადღება მისაქცევი. ხა ჩვენზე რომ Warner Brothers-მა მეორე ფილმი გადაიღო, ეხლა მაგიტომ მოყვევი რომ ჩემთვის ეს ისეთი არაფერი იყო, იმიტომ რომ მე უკვე მიჩვეული ვარ იქაურად ვარ გადალაგებული. შენთვის იყო ეს, იმიტომ რომ შენ ეხლა გაიგე და იმიტომ გაიგე ეხლა რომ ამისთვის ყურადღება არავის არ მიუქცევია. ანუ ის რომ მანამდე Warner Brothers-მა ჩემზე ერთი სერია გადაიღო, Discovery-ს აქ გადაღებული, ის რომ ABC, CNN, BBC, ანუ ამათ ყველას ჩემზე დოკუმენტური ფილმები აქვს გადაღებული, ეს არ გახდა, ასე ვთქვათ, საუბრის თემა, იმიტომ რომ ქართული მედია არ არის ჩართული ამ ამბის გაპიარებაში.
ზატო ის ხო თესლია ნიღბის ქვეშ ვინ მღერის დედიტყვნელი ხო ბიჭო მე რომ ჩამოვედი პოლონეთიდან ერთადერთი ტელევიზია რომელმაც დამირეკა იყო აჭარის დილა და დავით გაშიაშვილი ფორმულა სხვა არავის არ დაურეკავს არავის არ უკითხავს რომ ხალხო ესეთი ამბავი რომ ამდღა თქვენ ესე და მართლა უბრალოდ თამუნა მუსერიცა ჩაწერე ინგლისურად და მიაწერე HBO ანუ ნახავ იქ რა ამბავი ეხლა დღეს გამოვიდა აერტეს დოკუმენტური ფილმი ანუ ხის ხოჩოლებოდყვები რომ აი გერმანიამ გადაიღო აი იქ არის აი დედას გეფცები ქუჩაში ვიჯეთ პიცა ვჭამ და ხალხი მოდიოდა და ფოტოებს იღებდა ჩვენთან და დღეს გიყურეთ და ანუ ძალიან ჩართულობა იყო იქაური მედიის მხრიდან და ჩვენი არ ვიცი რატომ არის ესე განწყობილი ან ამ თემის მიმართ ან ჩემი პოდკასტის ან ჩვენს მიმართ ანუ სხვადასხვა საიტები კი ხელს გვიწყობენ ანუ რამდენიმე საიტი არის ვინც მართლა ძალიან გვერდში გვიდგას მაგრამ ტელევიზიები რაც არის მთავარი ფუნდამენტი იმისი რომ მაგ სეგმენტია იმენა ეგ არის მიზნობრივი მაყურებელი ტელევიზიის ჩვენი მიზნობრივი მაყურებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელი მართლა იმიტომ რომ ეს დედები რომლებიც შულებს ეძებენ რომლებიც ცხოვრობენ რეგიონებში უყურებენ საზოგადოებრივ მაუწყებელს ერთი სიუჟეტი არ გადაუღიოს ჩვენზე გიორგი ერთი ანუ სიუჟეტი არა აქვს გადახსარეთ ეს თემა არ არსებობს მაშინ როცა 8 წელი ეკუმუშავე წამყვანად აი ამიტომ არის ხლები ანუ აი საქართველოს ასე ვთქვათ ანუ აი კი ყველა მიცის ეს ამბები რო ხდებოდა მაგრამ მაინც რატომღაც აი მთავარი ვინც უნდა გვედგეს გვერდით მედია ასე ვთქვათ არ ანუ არ არის ჩართული HBO-მ რო გაიგოს რომ სპონსორს რო შოულობდი უთხარით არ ჯერათ ანუ ისინი მეკითხებიან ვაიმე ბიჭო ხო არ გადაო აი იქ ეხლა რა ანუ ეს ხო ქონდა ეს სია ტელევიზიამ და გაჩვენა უბრალოდ რა ხდებოდა აი ამ 3 დღის განმავლობაში მეკითხებიან რომ აი ქართველები გირეკავენო ანუ რატო არ ჩამოვიდნენ აქ რა გადასაღებად მეთქი რა ვიცი მეთქი არ ინტერვიუზე მეთქი არავის არ დაურეკავს მეთქი რატო არ იციან რომ ვინც ხარო და მეთქი რომ იციან ვინც ვარ მაგიტომაც ეხლა იქ რო იყავი ჩასული ალბათ მაგ ქვეყნებშიც ხო არის რაღაცა მსგავსი დვიჟენიები რა ხო რა თქმა უნდა ანუ შენი კოლეგები ბჭყალებში ამ თემის კოლეგები გაიცანი ვინმე იქაურია ამ თემის კოლეგა მე არ ვიცი ეს ფილმი ნახე თუ არა მოპარული ბავშვები ნახე მაშინ მოპარული ბავშვები მაშინ რო დაგიტო ესპანური ფილმი რო ვთქვი მაშინ არა რაღაცა უნდა დედა ვნახე თუ სხვა ის ხანძარი ხო თუ კაროჩ ხო ეგ ვნახე ესპანური ფილმია გადაღებული ესეთი ქალი არის ინეს მადრიგალი რომელიც არის ჟურნალისტი ესპანეთში და გაიგო რომ იყო აყვანილი და დაიწყო ბიოლოგიური ოჯახის ძიება და ნუ გახსნა იქ რაღაც საფლავები გახსნა იქ ეკლესიებში შევარდა იქ მე გაირკვა რომ დედავები იპარავდნენ ამ ბავშვებს და ნუ მე თვითონ სხვადასხვა აი მე უკვე შეცვლილი იყო რა თქმა უნდა მაშინაც ახლა ეს სასულიერო პირებიც მთავრობაც და გამოიდანეს სასულიერო პირებმა და გახსნეს არქივები და მთავრობა დაეხმარა YouTube-ზე დევს კიდევ სამხალი ინეს მადრიგალს ჩაწერდა დევს დეტალურად ყველაფერი სასამართლოები როგორ ჩატარ გინეკოლოგები კარესკებით რო ყავთ მიყვანილი მის უკვე ასაკში ხო აი ანუ და ეს ქალი გავიცანი ოღონდ იქ არ ანვის და ამ ქალთან მაგ აი მუდმივად მიმოწერა და აი ჩემი ინსპირაცია ეს ქალი და ის იქიდან წერს რომ შეეხარ ჩემის მე აქედან ეშაი ხო და იქ თემა მეტი ყურადღებით გამოირჩევა ხო ნებისმიერი კონტენტი რა თქმა უნდა რა ჯანდაბა გჭირს ბიჭო არ ვიცი რა ვინც ეხა შემთხვევით ვაფშე ვერ ხვდებით რაზე ლაპარაკი და კონკრეტულად გონიათ რომ ეს თამუნასტორია მარტო რა პირველი პოდკასტიც არ გინახავთ სინოფსისი რომ მოგიყვეთ 2-3 სიტყვაში რომ ვეცადო წარმოიდგინეთ რომ ხო ვართ 3 მილიონი ნახევარი ესე მეტნაკლებად პლუს მინუს 200-300,000 წარმოიდგინეთ რომ აქედან 5% ბოლო 100 წლეულში წინა საუკუნის შუიდან სადღაც 70-იანებიდან დაახლოებით 100,000-ია ხო ლაპარაკი 100,000-ზე მეტი დედა რომელიც ეძებს შვილს სწორედ რეალურად ჩვენ არ ვიცით ანუ იყო სქემა რომლის გამოძიებებში გაჭაღარავდა ეს და თავის ქმარი იყო სქემა რომ სამშობიაროებში დედებს ატყუებდნენ რომ ბავშვი გარდაიცვალა ეუბნებოდნენ რომ ჭიპლარი ქონდა სხვადასხვა რიგ მიზეზებს სხვა დრო იყო ხო არ შეხედო დღევანდელი პრიზმიდან დღეს როგორ ხდება მეტნაკლებად სხვა ეპოქა სხვანაირი სიტუაცია სხვა ქვეყანა არის და ასე შემდეგ
ეუბნებოდნენ რომ თქვენი შვილი გარდაიცვალა. როდესაც ეუბნებოდნენ რომ ძირითად შემთხვევაში არ ანახებდნენ, ეუბნებოდნენ რომ აქვე არის სასაფლაო და აქ არის ეს ბავშვი ახლა დაკრძალული. თუ ვიღაც ოჯახი აღმოჩნდებოდა, რომელიც ძალიან მიაწვებოდა და იტყოდა რომ არა მინდა მანახო, იქ ხო რეალურადაც ხდებოდა შემთხვევები რომ ვიღაცა ბავშვი გარდაიცვალა. მაცივარში იყო ეს ბავშვი და ანახებდნენ ამ გვამს. ამ ბავშვებს, რომლებიც მოიპარეს რეალურად და ეს იყო შეთქმულება, იქ იყო ჩართული, რა ვიცი, ექთანი, საავადმყოფო, პოლიციელი, ვიღაცა, ვინც გინდა, ანუ მთელი სქემა იყო. მერე ამ ბავშვებს ყიდიდნენ. ფასებიც კი არის, აი ამ დოკუმენტურში, რომ ბიჭი ღირდა 1500 მანეთი, მაშინ მანქანა, რუსული მანქანა ღირდა 4000 მანეთი. პიზდეცი პარალელი იყო ეგ, ხო, პიზდეცი პარადი მენა დავინგრიე ეგ რომ მოვისმინე. 1500 ღირდა ბიჭი, 1000 ღირდა გოგო და ის უცხოელი ბიჭი რო რეკავს, ის იძახის რომ სადღაც 20-დან 30000 დოლარამდე, როცა ქვეყნის გარეთ ხდებოდა გაყიდვა. და ისე გავიდა 50 წელი ხალხო რომ დღემდე შეიძლება არის ჯვარი გეწეროთ. მაგრამ დღემდე შეიძლება არ იცოდეთ თუ თქვენ ოჯახს რაღაცა მსგავსი ისტორია აქვს რომ ბავშვი გარდაიცვალა აი ამ წლებში და არ გამოატანეს ეს არანახეს გვამი დიდი ალბათობით შეიძლება რომ აი სქემა იყოს. დიდი ალბათობით იმიტომ რომ საქართველოს არც ერთ სამშობიაროს არ ქონია სასაფლაო. ხო, ნუ ეგ დეტალები მე. ანუ ეს არის თავარი რაც გამოვიძიეთ და გავიგეთ რომ 2005 წლამდე არც ერთ სამშობიაროს არ ქონია არც ერთ სასაფლაოსთან ხელშეკრულება, თუმცა 2005 წელს ხუდუშაური იყო პირველი ვინც ადო ხელშეკრულება და 2005 წლიდან უკვე მიდის ასე ვთქვათ მანქანა და თუ რომელიმე მშობელს არ უნდა ბავშვის დაკრძალვა თვითონ ესენი უზრუნველყოფენ. თუმცა 2005-6 წლამდე არც ერთ სამშობიაროს მსგავსი მომსახურება არ ქონია. შესაბამისად აი ამაზე არის თუნდაც ამ ფილმის რაღაცა ლეიტმოტივი, თამუნას ისტორიის რაღაცა საწყისები, თამუნას მთელი ამ მოძრაობის შექმნის მე რაღაცა გამოძახილების საწყისები, აი ამ ბოროტ რაღაცა არა ადამიანურს, აი არაფრით რო ჰოლოკოსტიდან არ გამოირჩევა რა, ადნიხუი არის მაპატიეთ, მაგრამ არაფერი სხვაობა ჩემთვის არ არის. აი განსაკუთრებით შობელი, ეხა ხო მივხვდი რომ შობელი რო ხდები კიდე სხვანაირად ალბათ, ანუ აი არ მინდა ეხა ჟღლინტები მოკლედ. აი იცი არის შვილი რო ხარ და მშობლებს ვეძებ კიდე შედარებით უფრო მარტივი ხარ. დედა რო ხარ, ან მამა რო ხარ. შობლის პრიზმიდან ვაფშე სხვანაირი იყო. შვილი, ანუ იცი რო ცოცხალი, მაგრამ ვერ პოპ, ანუ გაშულებულისთვის კიდე უფრო მარტივი მოსაძებნია, ხვდები? იქ ტესტ გაიკეთებ, ვიღაცაცავი ამოვა იქიდან ვიღაცაზე გახვალ ვიღაცაზე, იქ რაღაც, მაგრამ ანუ მშობელი ხარ, სიცარი, არაფერი, არ იცი, სად ეძებ. არ იცი საქართველოში გააშულეს, არ იცი საქართველოს ფარგლებს გარეთ გაიყვანეს, აი ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან დედები და აი ამ დედებს არ აგზავნებენ ტესტებს. დიმიტრი დაგვეხმარეთ. და აი მოკლედ აი ესეთი ისტორია და საბედნიეროდ პროსტა რაღაცა ტექნოლოგიურ პროგრესაც ხო აქვს ბევრი პლუს და ერთ-ერთი პლუსი თუნდაც ამ გოგოების ის არის რა, ტყუპების ისტორია, როდესაც უბრალოდ სოციალურ ქსელში ორი ადამიანი ერთმანეთს მიამსგავსეს. აი პროსტა შეხვედრა იყო, პირველი რა გამიჩნდა იცი დღეს უყურებდი. ჯერ ხო ეგ კიდე ის არის რა, ეს არის. ექსპოზიცია არის ფილმის და ჯერ ისე მიყვები, იცი რომ თემა მძიმე იქნება, მაგრამ თავიდან რაღაცა ამ გოგოების იმით იწყება და ცოტა რას ვერ ვიხდი, ეგრეთ თქოს, ხო შეხვდნენ ეს ტყუპები და მე რომ მიდის რომ დავფიქრდითო რომ დები ვიყავით. გუშ ფიქრობ, ბიჭო, სარკეში რო იყურებდი და შენ თავს რო თავიდანვე რატო არ გაგიჩნდათ, მე ვთქვი ეგ შეკითხვა. აი ნახე, ერთად. თავიდანვე როგორ არ გაგიჩნდათ გოგოებო ეგ შეკითხვა. საკუთარ მეორე მეს რო ნახულობ, ანუ просто მგავს რო გაატარეთ, მალადეც თქვენ. ნახე, აი ეს არის ABC Stolen Children, ეს გოგოების ტყუპები არიან და ამათმაც ესე იპოვეს ერთმანეთი. ეს არა, ხოდა აი რო შემოვიდეს, ეგრევე დედა რეკავ. ხო, აი ეხლა უკვე რეკავ, მაგრამ ეხლა ჩვენ მეცას აქ შეიძლება არ დაგერეკა, რა შეიძლება უბრალოდ აი რა ვიცი მგავს. ხო, მოგეს საოცარი გოგოების ისტორიაა რა, რომლებიც აი სოციალურ ქსელში აღმოაჩინეს და მერე რაც მოხდა, რაც მოხდა. კი ვნახეთ. კი ნახავთ რა. ვახ. კითხო რაღაც. მიდი. ფილმი რითიც იწყება რა. გაუწრაკე ამ ფილმს, მაგრამ შემოხვედ კითხაი რომ პროსტ დიდი გავლენა იყო და მოდი ჯერ ეს ვთქვათ რომ ფილმი იწყება Game of Thrones რო იწყება აი ბაზარი არა. ზა დერსკი დასაწყისია. ეგ უნდა ამოჭრა და პროსტ და მონიტორი დაიკიდო და სუ იტრიალოს. მან და არის ესეთი
მადლობა რომ გამოჩინე. ეს არის 2017 წელს გადაღებული ვიდეო, სადაც მოცვია დედაჩემის მაისური. ეს ეს არ უკითხავს და არც მე თუ გავს, მაგრამ სპეციალურად ჩავიცვი ამყვანი დედის მაისური, რომ რაღაცნაირად აი მისი ხსოვნისთვის პატივი მეცა აი ამ ვიდეოს ჩაწერის დროს, რომ თან არ დამბიწყებოდა, რომ იქ ბოლომდე ემოციებში არ ჩავფლულიყავი და სადღაც აქედანაც დავიკაჩე, რომ აი ძალიან ახლა რაღაცა მას უნდა გაიარო ბეწვის ხიდზე და ძალიან იქით არ გადაიკაჩო, იმიტომ რომ აქეთაც ამაგი აქვს შენზე და რაღაც უნდა გაანეიტრალო ეს ამბავი. უყურე ფილმი იწყება მძიმე ეპიზოდით შენი ცხოვრების რა. ხო, როგორ ვთხოვ გამოჩენას. არა, კიდე მანამდე მშობლების გარდაცვალებას, ამღზრდელი მშობლების გარდაცვალების ამბავზეა რა. უყურე და არაფერი არ ხდება ტყუილად, ფაქტია იწყებს საბუთებში ქექვას, რა მინდა რომ კითხო. როგორ ფიქრობ? მაპატია ამ კითხვისთვის მართლა თუ რაღაცა ნახვიზე გაუჩვენებ ამბავჭი. ანუ ეს ყველაფერი ვერ ნახეს შენმა, აი ეს მთელი შენი ომები, შენი წარმატება, შენი ეს რაღაცა ტკივილი, ყველაფერი მოკლედ ვერ ნახეს ამ ღზრდელმა მშობლებმა რა. როგორ ფიქრობ, რომელი ჯობ დაენახათ თუ არ ენახათ? ხო? რატო? იმიტომ რომ შენი ამ მდგომარეობაში ნახვა მტკივნეული იქნებოდა? სანამ ამ 8 წელს გავივლიდი, აი ეს მდგომარეობა იქნებოდა იმათვის ართული სანახავი. და აი ეს 8 წელი იქნებოდა იმათვის იმდენად მძიმე, რომ კი კენწეროში კი გატკბილდა სადღაც 8 წლის მერე, მაგრამ აი ეს 8 წელი შობლისთვის, შვილის, ეხა მე რო თავი გავიტეხე, არანაირად ანუ შოე წავედი გავიგენ, მაგრამ ჩემმა შვილმა თავი რო გაიტეხე, კი ნაღა მოვკვდი. ანუ შვილზე სხვანაირად ხარ რა, მაინც მოჭიმული და მამა ჩემთვის რო ენა. ჩემი შვილები ცეცხლები რო ყოფილიყვნენ, მე ვერ დავიწყებდი ძებნას, მით უმეტეს საჯაროდ. მარა დაიწყებდი რომ გაგეგო შენთვის შუმ გამოძიებას ჩაატარებდი თუ გულში მოიკლავდი პონს მომიტანდა შუმი გამოძიება შუმი კი არა აგერ რავი მთვარეზე გამოვაცხადე ლამის და ისე ვერ ვნახე და შუმი გამოძიება რაც მომიტანდა თეორიულად რო დავუშვათ რა რომ ყველანაირი ხელსაწყო ქონოდა რომ გაგეგო გასულიყავი როგორც ეხა გახვედი ჩუმად შეიძლება კი დამეწყო ძიება ჩუმად რაღაც არქივებში მეკიქა რაღაცები მაგრამ ნათესავებთან ვერ მივიდოდი ამ კითხვით იმიტომ რომ მეცოდინებოდა რომ ისინი ავსებოდ დაურეკავდნენ ეჩემს და ავსებოდ ეტყოდნენ და მე არ ვდოდა როგორ იტყენოდა თუმცა აი ნახე აქაც რაღაცნაირად სასწორული ამბავია რა იმიტომ რომ ბევრი მშობელი ეხმარება შვილს რომ მოძებნოს მისი ბიოლოგიური დედა როგორც იქნება მივედით მაგამდე რომ ამგვარი მშობლები ეხმარებიან და ისინი არ ეუბნებიან თავიშვილებს რომ შენ მადლობელი უნდა იყო რომ შენ გაგზარდე იმიტომ რომ რეალურად ანუ მადლობელი რატო უნდა ვიყო ანუ მადლობელი მაშინ ბიოლოგიური დედისაც უნდა იყოს ანუ ყველა შვილი მადლობელი უნდა იყოს დედის არა მარტო აყვანილი შვილი ანუ რატო ეს შენი გადაწყვეტილება იყო შენ გადაწყვეტე რომ შვილი აგიყვანა შენ გინდოდა შვილი გარკვეული მიზეზების გამო, სიყვარულისთვის, ოჯახისთვის, არ დაანგრევის, სხვადასხვა მიზეზების გამო, ბავშვის ზრუნვისთვის, ანალოგიური არის, მე არ ვყოფ ბიოლოგიურ დედას და ამყო დედას, იმიტომ რომ დედაა და ყველა დედისთვის შვილი, ანუ ისინი არ დარწმუნებული ვარ 1000%-ით, რომ არ განასხვავებენ აყვანილ შვილს და ბიოლოგიურ შვილს. ანალოგიურად, ანუ შენ გაგიგია, რომ ბიოლოგიური დედა ეუბნება, რომ შენ მადლობელი უნდა იყო, რომ მე აბორტი არ გავიგეთ გაგაჩინე. ანუ ხო არ ამბობენ. ნათესავები რატო გვეუბნებიან ესეთ რაღაცას, რომ შენ მადლობელი უნდა იყო, რომ აგიყვანეს. რატო? ხო და აი ამ ნათესავების ზეწოლის გამო მე ვერ გავაგებინებდი დედაჩემს რომ მე ვეწებ, იმიტომ რომ ნათესავების ზეწოლა იყო ძალიან მძიმე თავიდან. ძალიან მძიმე. ნეო. აი თუნდაც აი პროფილში მივედი 2017 წელს იყო, პირველად რომ მივედი რომ მოუყევი ეს ამბავი, ნუ ეს იყო აი თავის მოჯრა. მეხის გავარდნა იყო ჩვენ ოჯახში. ეს საჯაროდ ამ თემაზე საუბარი. ეხლა შეიცვალა სულათი? ეხლა შემოვირიგე. კი. შეიცვალა, მაგრამ ის 8 წელი იყო მაგათვისაც მძიმე იყო. ეხლა, როდესაც აი ნაცები ვიპოვე, უხარიათ ბედნიერები არიან ამ ფაქტით და ნუ აი ეს რაღაცები რაც მოხდა, ესეც უხარიათ და ამის გამო კი არ არის მათ დამოკიდებულება შეცვლილი უბრალოდ, ალბათ დრო გავიდა, რაღაცნაირად ჩაცხრნენ. ხო, მიხვდნენ რომ მარტო მე კი არ ვარ გასო აყვანილი, ნახევარი საქართველო აყვანილია და ამიტომაც უკვე ეს პრობლემა არ აქვს რა, რომ აი შენ რატო გამოჭენდი. მაგრამ რეალურად პრეცედენტიც იყო პირველი რა, ხმამაღალი ესეთი განაცხადი.
რაც შენ გააკეთე, ეს ხო დიდი პრეცედენტი იყო რა, რომ ესე თამამად, ესე ღიად ადამიანი რომელსაც იცნობს საქართველოს, ეს ხო პროსტატიპი არ იყო სიტყვაზე რა, აქ თავისი ბექგრაუნდი, ცნობილი რაღაცა ფეისი არის, ბლა 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 რაღაცეები, ანუ ო, ბევრი ც იყო რა. შესაბამისად პრეცედენტი იყო. მე არ მინდოდა ამაზე საუბარი. მე პროფილში ჩემამდე იცოდნენ რომ მე აყვანილი ვიყავ, იმიტომ რომ ნიკუშა ხაჩიძე ხო ჩემი შურის ნათლია და ნიკუშა ხაჩიძემ ჩემზე ადრე გაიგო მე რომ აყვანილი ვიყავ. ხო, იცოდა ნიკუშა მასო პოგორდაძემას ანუ ყველა მიცოდა. რა ყველამ შენზე ადრე შენ მოგიკვდეს ჩემი ნიკუშა ხო მაშინ მაიას პროდიუსერი იყო. მახსოვს. და ნუ ხა ნიკუშასთან რომ დავჯექდა მოუყევი ესე მე ვიცოდი, მეთქი რა იცოდი ხოლმე. ნუ ყველა მითხრა რომ ვიცოდით. ყველასგან გავიგეთ რომ ვიცოდით და აი მაქედან უკვე პროფილში რომ გაიგეს რომ მე გავიგე ეს იყო სექტემბერში 2016 წლის სექტემბერში მაქედან დაიწყო ჩემი დამუშავება რომ მისულიყავი, მაგრამ კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, იმიტომ რომ ჯერ ერთი იმიტომ რომ ნათესავების გამო, მეორეც ერთი იმიტომ რომ ხა ესე საჯაროდ ამ თემაზე მაშინ საუბარი ხო ხდები 10 წლის წინ აი წარმოუდგენელი იყო და 2017 წლის მაისამდე მიდიოდა, ასე ვთქვათ, თხოვნა და დამუშავება, რომ მე წავსულიყავი და გადამიდგა ეს ნაბიჯი და მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. მაგრამ ეს ნაბიჯი გადამადგმევინეს შემონათესავებმა. იმიტომ რომ მე აი მაისის დასაწყისში რომ დამეკავშირდა თავიდან ისე რომ მოდი. მაშინ დაურეგე რაცებს და უთხარი რომ მეთქი აი ეს პროფილში მივდივარ მეთქი და თუ არ მეტყვით მეთქი ვინ არის მეთქი ჩემი მშობელი მეთქი და რა გვარი ვარ წავალთქო. წადიო. აი ბოლო წუთამდე მიგონა რომ არ გამიშვებდნენ რა და ბოლო წუთამდე მიგონა რომ მეტყოდნენ. და აი წინა დღეს ვეკავ რომ აი ხვა მივდივარ ხო იცით და მითხარით წადი. და აი ერთი საათი მოვედი მითხარით და მიდი. და იმათ ისინი დარწმუნებულები იყვნენ რომ მე არ წავიდოდი. დარწმუნებულები იყვნენ და ანონსი რო გავიდა აი მან და ატყდა აი გაურჩერებელი. კანონმდებლობაში ეს ყველაფერი ხო სიტყვაზე უფრო პროცენტულად დაიკლებდა ეს პრობლემა ესეც სახის არ იქნებოდა რომ გაშვილების დროს რომ ეს ყველაფერი ხდებოდეს ლეგალურად ერთი ლეგალურად და რაღაცა ხო ბოდავ მაგრამ სიტყვაზე თავიდანვე ბავშვი იყო საქმის კურსში რა როგორც კი რაღაცა რელევანტური ასაკი იქნება რომ მეტნაკლებად სწორი გზით ეს ინფორმაცია მიაწოდო ბავშვს რომ თუნდაც ბულინგს აერიდოს იმიტომ რომ ბავშვები სასტიკები არიან და ვერ აკონტროლებენ ენას და ასე შემდეგ ანუ თავიდანვე ხო არ ჯობია ანუ ეს ხო დამცავი მექანიზმი იყო ამყვანი მშობლები რატომაც არ აკეთებდნენ ამას ესე ვერ იტყვი რა კი ამბობენ ფსიქოლოგები რომ ბავშვობიდან უნდა უთხრა და არ ეს აი ვერ ვიტყვი რომელი ჯობია პოსტფაქტუმ ესეთი ომები გაიაროს ადამიანებს შემზადებული იყოს ჩემი პირადი აზრით ჯობია რომ უკვე ზრდასრულ ასაკში უთხრა იმიტომ რომ უთხრა ოღონდ რაღაც ასაკში რა 4 წლის ბავშვი გამოახედო აი ხა საზღვარგარეთ ხო პირდაპირ ეგრევე ეუბნებიან როგორც კი არ ვიცი რა პრაქტიკა არის ყველა ნებისმიერ ქვეყანაში თავიდანვე აჩვევენ აი 3-4 წლიდან რომ აი მე არ გამიჩენი ხა შენ სხვა დედიკოს მუცელში იყავი ჩვენ მივედი წამოგიყვანით ანუ არსებული პრაქტიკა კი შეყავთ მაგრამ აი ჩემთვის იქნებოდა აი გარდატეხის ასაკში იქნებოდა რთული აი რაღაცებში თუმცა ბევრ კითხვაზე პასუხს გავცემდი პასუხს ვიღაცა ვის რომ მოწონი და მე უცებ რატო თქვა ჩემზე უარი 14 წლის ასაკში აი ნუ ხო ხდი მე მივხვდი რომ იმიტომ რომ დედამის არ უნდა და აყვანილი ეხლა ზის და თავში ირდღავს ხო ხდები აი ანუ მაგასაკში ისეთია ვერ გაიგებ რა რეაქცია ფიდბექი ექნება აი რატო არ მიშვებდნენ სახლიდან გვიან რომ მე მივხვდი აი ბევრი რა ჩემთვის თავიდანვე რო აეხსნათ, ჩემი მშობლების ქმედებები და საქციელები ჩემთვის გასაგები იქნებოდა მაშინვე. მაგრამ 40 წლის ასაკში რო ხდები 15 წელს რო იყავი, რატომ მოიქცე და შენი ესე? გვიანია რა. მაშინ აი სასწორზე რო დავდოთ ორი რაღაცა სტრესი რა, ბჭყალებში სტრესი დავარქვათ. რომელი ჯობია მოზარდობის ასაკში, თინეიჯერობის ასაკში სტრესი მიიღო, რომ ეს ინფორმაცია გაიგე, თუ პოსტფაქტუმ 40 წლის ასაკში გაიგე, რომელი უფრო სტრესი არის? უკვე როდესაც ჩამოყალიბდები და ამ გარდატეხის ასაკს გადახვალ მერე. ხო 40 სრულ წლოვნებასთან ბჭყალებში რაღაცა ერთად. იმიტომ რომ ადრე თუ გვიან ყველა გაშვებული ბავშვი იგებს რომ არის გაშვლებული. მაინც ეუბნებიან. ვიღაცა მაინც ეთყვის გამორიცხულია და ჯობია რომ ეს სიმართლე გაიგოს მშობლისგან. ჯობია, ვიდრე ვიღაცა ბოროტი ადამიანისგან და მიაწოდოს მშობელმა სწორად.
მაგრამ აუცილებლად გაიგოს. აუცილებლად უნდა გაიგოს. აუცილებლად. მაგრამ ნახე მანდ კიდე რა მომენტია. ეხლა ამ დედებმა, რომლებმაც შვილები აიყვანეს, ბევრმა ხო არის ის ვისი შვილი ყავს ამოყვანილი. იმიტომ რომ ეს ექიმები ხო ატყუებდნენ, ანუ ეს ექიმები იმას პარავდნენ ბავშვს, ამას ეუბნებოდნენ, რომ ეს ბავშვი არის. ეხლა რო სქემა იცი როგორ ყავს აყვანილი ბავშვი, ეხლა უკვე სხვა არის ბაზარია. ეხლა ნახე ბაზარია. ეხლა ეს შვილი რო ეუბნება რომ კი, მაგრამ ვინ არის დედა ჩემი? კაი, შემეუბნები რომ აყვანილი ვარ. დამეხმარე მომაძებნინე, მითხარი რა გვარი ვარ. არ იცის. არა, ეგ კიდე ერთი ფაქტორი არის. ეხლა უყურე, ერთია რომ შენ აყვანილი ყავს ბავშვი, ადამიანისგან ვისაც უნდოდა გაშვილება. ხო. ანუ ეგ კიდე ბევრ პასუხისგებლობას წევს გვერდზე. ეხლა წარმოიდგინე ბავშვს უთხრა და ჯერ შენ გაიგო რომ ვიღაცა მოპარეს შვილი ჯერ შენ რა დაგემართება, პროსტა წარმოიდგინე. პროსტა წარმოდგენაც არ მინდა. ძალიან რთულ ამბავში ვართ რა ჩართულები, იმიტომ რომ ნახე, ბევრმა 80%-მა მშობელმა არ იცის რომ მისი შვილი არის მოპარული, არ იცოდა. მაშინ არ იცოდნენ რომ მოპარული შვილები აყავდათ. და იცოდნენ რომ აი აიყვანეს ორი გავრცელებულება ვიყო, ან სამედიცინო სტუდენტის შვილი, ან სამედიცინო სტუდენტი. მაშინ სამედიცინო სტუდენტი ისეთი ის იყო, ან მუსიკალურ ტექნიკუმში სწავლობდა. ხვდები, აი ლეგენდები იყო აპრობირებული, რომელიც მუშაობდა. გააჩნია მშობელს რომელი უნდა და საით წასულიყო, ტექნიკური მხარეს წასულიყო მისი შვილი თუ მე მაგალითად მუსიკალური ტექნიკუმის კურსდამთავრებული შვილი ვიყავი, რომელიც რეალურად საერთოდ არ აღმოჩნდა მუსიკალური ტექნიკუმის მოსწავლე, გამჩენი. არ ვიცი მაშინ ასაკეთებდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ტექნიკუმში, მუსიკალურში არანაირი შეხება არ ქონია. ხო და აი ეხლა ეს დედები რო ეხმარებიან, როგორ უნდა დაამტკიცონ ამ შვილებთან? აი ეუბნები, თქვა, აი 18 წლის ბიჭს ეუბნები, რომ მე შენ გიშვილე, მაგრამ არ ვიცი ვინ არის დედაში. ვინ დაიჯერებს? რთული დასაჯერებელია ეს შვილისთვის, ხვდები? აი გონიათ რომ აი დედა მატყუებს, ესე იგი არ მეუბრება სიმართლეს, რაღაცას მიმალავს და აი ბევრი ჩვენ არ გვყავს ამ მიმართულებით ფსიქოლოგი. ამ მიმართულებით. ფენად ისეთ მიმართულიც ანუ ნახე, ჩვენ ამ მიმართულებით ფსიქოლოგი არ გვყავს. არ გვაქვს ხელი ხაზი შეიძლება დარეკო და უთხრა რომ იცი რამე გავიგე რომ აყვანილი ვარ როგორ ანუ არ გვყავს. საერთოდ ხვდები რომ თუჟენია შენ დაიწყე შესამს იმდენად ახალი თემა კი ძველია, მაგრამ რაღაცა ხო რა ალბათ კიდე სამწუხაროდ რო ჭირდება. ანუ აი აქაც აი სულ რაღაცა ისე ხდება რა ჩვენ ცხოვრებაში, რომ აი რაღაცა ისეთ რაღაცებს ვაწყდებით, რომ არ უნდა ვაწყობდეთ, ჩვენ დაგვეკავშირეთ ერთი ფსიქოლოგი, რომელსაც მითხრა რომ მე ვიქნები ფსიქოლოგი, დავეხმარები ყველას და ამუნდა თქვენ ჯგუფში ეს მთელი ხალხი დავაკავშირე ამ ფსიქოლოგს და ორი სესიის მერე დაიწყო ფულის მოთხოვნა. ანუ აი რაღაცა ყველა გადაწყვიტა რომ ჩვენ გარდა ყველა ფულს შოულობს ამ ჩვენზე და ჯგუფში გადავირი. აი რაღაცა არ არსებობს რა ხო არის ეს ანონიმურ ალკოჰოლიკ და ჯგუფი. არ არსებობს აყვანილების რაღაცა წრე ან ფსიქოლოგიური აი არ არის. არ არის. გარდა ამ ჯგუფისა რეალურად რაც შეიძლება, ხო? ერთი კუნძულია, სადაც ერთმანეთს არ უგეშებთ პროსტა. დედები ერთმანეთს არ უგეშებენ, შვილები ერთმანეთს არ უგეშებთ. ჩვენ ვართ ერთმანეთის ნუგეში, მაგრამ რატო ხომ უნდა იყოს რაღაცის სტრუქტურა? კვერცხი იდეა გამიჩნდა. აბა გასაგებია რომ ეს თემა უკვე ეხლა რა რეალობაც გვაქვს. იმას ვეღარ შეცვლის, თორე კიდევ ერთხელ ვძახ ვიღაცები უბრალოდ მოკვდნენ, იმდენი წელი გავიდა და ვიღაცები პროსტა ისეა გაფანტული სამყაროში, რომ ფიზიკურად წვდომაც კი აღარ არის რაღაცები, მაგრამ აი დღეიდან რო იყოს ათვლის წერტილი, სამომავლოდ რო შემცირდეს ეგ პონტი. სამშობლოში რო ბავშვი გაჩნდება, თავიდანვე რო ეს დნმ-ის ტესტი გაუკეთონ და ბაზაში შეიყვანონ, არ იქნება კარგი? ყველა რო ბაზაში იყოს თავიდანვე და პროსტა რო გაიზდები, რამე თუ დაგაინტერესებს ბაზაში შეხვიდე? $100 დაამატონ იმ ხარჯს სიტყვაზე სამშობიაროში, რასაც ვიხდიდი და რაც გადავიხადე სამშობიაროში. იყოს ის $100 კიდე შეტანილი იმაში. დაზღვევა მაანაზღაურს, რა ვარ, ამ მნიშვნელობა. თავიდანვე ბაზაში იყოს ბავშვი. სხარბი მოუკუკე, ხო, ეხა ძალიან სერიოზული მაპატიეთ. არა, ეს საუბარი, სხვათა შორის იყო პარლამენტში ჩაინიშნა რამდენჯერმე რაღაც სესია, როგორც არის, არ ვიცი. შეხვედრა მოკლედ ძალიან ბევრი ადამიანი ესწრებოდა ამ შეხვედრას. იყვნენ ტრეფიკინგის აგენტოს წარმომადგენლები, ტრეფიკინგის აგენტო არის, სადაც შენ მიდიხარ და არკვევ შენ წარმომავლობას. ანუ ეუბნები რომ არ აყვანილი და მჭირდება ჩემი პირვადელი მონაცემი. მე ვესაუბრე სახალხო დამცველის წარმომადგენელს, რომელმაც მითხრა რომ ტრეფიკინგის აგენტოში უფლება არ აქვთ რომ დაგიმალონ შენი მონაცემი.
და ყველა გაშულებულ ბავშვს ვეუბნები, რომ თქვენ არ გჭირდებათ მშობლის ნებართვა, არც ნოტარიული, არც დამოწმებული, არც იმის საყოლა არა საჭირო. შენ მიდიხარ და ითხოვ ბიოლოგიური მშობლის მონაცემს კი არა, შენ მონაცემს როდის დაიბადე, სად დაიბადე და რა გვარი იყავი. და ამის არ გაცემის უფლება არ აქვთ. და მითხეს რომ თუ არ გასის დაგვირეკეთ ჩვენ და ჩვენ შემდგომ და იქ რო ვიჭექი და რო ვუსმენდი ამ ტრეფიკინგის თანამშრომლებს ანუ ისე ლაპარაკობდნენ რომ მეგონა რომ რაღაცა იმდენად კარგად არის ყველაფერი დღეს თუნდაც აი ამ მინდობით აღზრდაში ძალიან ბევრი ბავშვი გვიკავშირდება რომელიც არის მინდობით აღზრდაში უბრალოდ მე არ მაქვს უფლება რომ დავასახელო მათ სახელები და ბოდიში მინდობით აღზრდა გამიჟრა დღეს აღარ არსებობს ბავშვთა სახლები всё, ოკეი. ანუ ბავშვი პირდაპირ გადადის ოჯახში, რომელიც მას ზრდის, მანამ სანამ ეს ბავშვი გაშლდება. პონტი აღარ არსებობს, არა, ბავშვთა სახლი აღარ არის, ანუ ბავშვები, იცი რა ეს ძალიან კარგია. ხო, არც კი მიფიქრია ვაფშე მაგ თემაზე არა არასოდეს. ოჯახებში და ცხოვრობენ ოჯახში, სანამ იპოვიან ამყვან ოჯახს, ანუ სანამ ის პრობლემა არ იქნება, რომ ყოველთვის არ არის მოთხოვნადი ოჯახი, ვინც აიყვანს. რა სიძახე პირიქით, რიგში დგას. მართლა? აიყვი, იმიტომ რომ ხელფას უხდიან. ეგ პონტია, всё. ნახო ხტები ანუ მაგრამ აქ ნახე როგორ რაღაცას ვაწყდებით რა ანუ ამაზეც ანუ ამ თემაზეც ისაუბრეს და ანუ მე ეს ასე გაშტრებული უსმენდი მე მივედი იქ ვინც იყო ამ რაღაც ხელმძღვანელი უთხარი რომ მეთქი ანუ ეხლა რასაც ისმენთ მეთქი ყველაფერი ტყუილია მეთქი და ნუ ისმენთ მე ხო კარგიო და კარი გამიხო და მე დავიმშობოთ ერთმანეთს ანუ ამ დროს მე მიკავშირდები ამ ბავშვები, რომლებიც არიან მინდობით აღზრდაში, რომლებიც არ გაშულდნენ თავის დროს და ნუ დღეს იქ ცხოვრობენ და მეუბნები რომ ვარ ცუდ პირობებში, ვეუბნები ჩემს სოციალს რომ ვარ ცუდ პირობებში, დამეხმარე, არ ეხმარებიან. აქეთ დედები, რომლებიც ანუ დედები კი არა მინდობით აღმზრდელი ოჯახები, რომლებიც ამ ბავშვებს იყვანენ, არ ვიცი მე თავიდანვე არ არის რაღაც მიერებულები თუ არ მუშაობენ ფსიქოლოგებთან თუ რა ხდება, ანუ ამ ხალხს გონია რომ ეს ბავშვი რომ ჩააბარეს გარკვეული პერიოდით, ისინი არიან იმათ დედები და ამ ბავშვებზე არიან ჩაფხობჭი, მირეკავენ ტირიან რომ მართმე შვილს და ვინ შვილს ვრეკავთ არის ერთი ამბავი ამ დროს არ არის მისი შვილი. უბრალოდ არ არის გათვითცნობიერებული კარგად. ანუ ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე ვდგავართ და ეხლა ნახე საიდან სად მოუარე, მათ შორის ერთ-ერთი პრობლემა არის ზუსტად აი ამ დნმ-ის ბაზა. და იქ გაჟღერდა ზუსტად ის, რომ ბავშვს დაბადებისთანავე უნდა აუღონ დნმ მამასთან. და რატომ? იმიტომ რომ გაშვილების ახალი არალეგალურად გაშვილების ახალი მეთოდი არის შემუშავებული. რომელიც მდგომარეობს შემდეგში. რა ვიცი, კაი ეხლა მას რო ყვები, მაგრამ უნდა მოუყვე, იმიტომ რომ არალეგალურად ხდება ამ ბავშვების გაშვილება. მაშინ, როდესაც 10,000 ადამიანი რიგში დგას და როგორ ხდება ამ ბავშვების გაყიდვა, ეხლა დედები როგორ ყიდიან. ქალი არის ორსულად. და რაღაც საიტი იყო და ეხლა არ ვიცი საიტი არსებობს თუ არა. ქალი არის ორსულად და უნდა ბავშვის გაშვილება. და არის ოჯახი, ცოლ-ქმარი. რომელსაც უნდა ბავშვი წაყვანა. ეს ქალი უკავშირდება ამ ოჯახთან შუამავლით ან რაღაც სხვადასხვა იმებით და მთელი ორსულობის პერიოდში ეს კაცი დაყდება ამ ქალს ეხოსკოპიაზე, ანალიზებზე, რომ იქ ექიმებმა ნახონ, რომ მამა არის ეს. ვითომ და მამა არის ეს. მერე უკვე, როდესაც ანუ იქ ყველა მიცის, რომ ეს არის მამა. ეჭვიც არ ეპარება. როდესაც მოდის უკვე მშობიარობის დრო, ეს კაცი როგორც მამა არის გამოცხადებული, ბავშვი გაჩნდა, წავიდა მამა იყო იუსტიციაში დაბადების მოწმობა და მამაც ჩაეწერა ეს. დედა ის არის. რამდენიმე თვის მერე დედა წერს უარს ბავშვზე, იღებს ფულს და დედათ ეწერება იმის ცოლი. ანუ ეს არის ბავშვების გაყიდვის ახალი სქემა. პროსტა ადამიანის ტვინი რა. აი ხო, აი მაგამდე როგორ მივიდნენ ხო, აი მაგას ხომ ან მოფიქრება მართლა, აი მაგას ხო უნდა მოფიქრება, რომ აი აქამდე მიხვიდე. ხო და აი მაშინ იყო ზუსტად საუბარი ამ თემაზე, რომ აი ამ მამებს გავაკეთებინოთ დნმ-ის ანალიზი იმ მამებს, რომლის შვილების დედების უარს იტყვიან ბავშვზე. ესე იგი რაღაცაშია საქმე, ანუ ეს სქემა უკვე იციან თავისთავად. ესე იგი რაღაცაშია საქმე, რადგან ისე და უარს ამბობს დედა სხვა ეწერება და მოდი ამ ბავშვებს გავუკეთოთ დნმ. მამებთან. მაგრამ ვერ განხორციელდა ეს. რატო ვერ განხორციელდა, არ ვიცი. ეხა ერთი კითხვა გამისპოვიმენაჩი. იმენა სახეს მაძრობს და მიდის, აი ეგ პონტი არის უკვე მეორე. ერთ წუთი ისე იმს იზდეთ სქემას რო გამოუყვეწე რაღაც მოყევი. აქ ხო ის სქემა არის გულისხმობ, როდესაც ამ მშობელ დედას ატყუებდნენ რომ ბავშვი გარდაეცვალა, ანუ აქ არის გააზრებული ნაბიჯი მეტნაკლებად რა, ხო. რომლებიც შვილებს ყიდიან, ანუ ამ დედებზე მახსოვდება. ანუ
პრობლემა რატო არის ამ სქემის საჭიროება რატო არის უბრალოდ? იმიტომ რომ არა აქვს შვილის გაყიდვის უფლება, გიორგი, არავის. რას ქვია? ეს ხო ოფიციალური დოკუმენტი არა გაყიდვის, ანუ რეალურად ფულს ხო იღებს? ფულს პროსტა ჩარიცხვით ვერ გააკეთებენ მე. ანუ რატო გახდა ეს სქემა საჭირო? ანუ ბოლოს რომ მივიდე და ბავშვს წავიყვანო და ფული პროსტა ჩაურიცხო სიტყვაზე ვიძახი. მაპატიეთ რომ დებილივით ვჯელობ. ანუ ეს 9 თვე რატო უნდა ვითამაშო, ვიარტისტო რომ მე მისი მეუღლე ვარ თუ რაღაცა. თუ ბოლო დღესაც რომ მივიდე, ანუ იქ სამშობიაროში თქვა რომ სიტყვაზე, მამა ვარ თუ რაღაც. ბავშვს წამოიყვან, მე ჩაურიცხო. მეტი და სარწმუნებლად ხალხის და სარწმუნებლად იმ თანამშრომლებს რომ ეჭვი არ გაუჩეთ, იმიტომ რომ ყველამ ხო გაიგო უკვე ეს სქემა რო არსებობს. სამშობიაროებში ციციან მათ ეს ძალაუფლება აქვს ეჭვი რომ გაუჩნდეთ, რომ რამე იმოქმედონ? ეგ არ ვიცი. თორე იჭორავენ მაგ პონტიერ ვიღაცა იფიქრებს იჭორავენ გაიგეს. აუ რა სტრანი რაღაცა. ანუ აი ამ ქალებმა, რომლებიც ბავშვებს აქამდე არალეგალურად ყიდდნენ, ეხლა ეს სქემა შეიმუშავეს და ესე ყიდიან. ლეგალური სქემას თავგან ლეგალური გზა როგორია? უმძიმესი. და რადგან ლეგალური სქემა არის ესეთი მძიმე, ანუ მოთხოვნა უფრო მეტია ვიდრე მიწოდება, როგორც იტყვიან. და სულ რომ, აი, ნახეთ, სულ რომ ეს ყველა ბავშვი, ვინც ვართ გაშულებულები, იყვნენ ეს ბავშვები დედის ნებართვით დატოვებულები სამშობიაროში, სამშობიაროს თანამშრომლს მაინც სისხლის სამართლის საქმე აქვს ჩადენილი, დანაშაულები ჩადენილი, იმიტომ რომ ეს ბავშვები გაყიდეს. ეგ იასნა. სამშობიაროს, ანუ ხო ამართლები რომ იმ დედამ დატოვა, კაცო იმედან დატოვა იმას თავისი გაჭირვება იყოფა, მაგრამ შენ რატო ყიდი? ანუ თავის გამარჯვება დატოვეს და გვარიდებოდა აქ. ხო ყიდე. ბიჭო, საგიჟეთია. ეხლა ნახე რატო დაიწყო ეს ბავშვების მასიური მოპარვა. იმიტომ რომ რეალურად სინამდვილე ის არის რომ ძალიან ცოტა ხალი აშვილებს ბავშვს. მაგრამ ეგ კანონიერად, რამე კანონი არსებობს, ეგ პონტი ვაფშე მოსულა. კი, უბრალოდ ძალიან ცოტა სადღაც განაცხადა წერა ალბათ. თავის დროზეც ესე იყო და დღესაც ესეა რომ ძალიან ცოტა ხალი აშვილებს რეალურად შვილს. ჩვენთან საქართველოში არ ყოფილა ისე რომ ანუ ვიღაცები რო წერენ რომ იდეთ არ იყო ესე რა ანუ ამდენი დედა არ იყო შვილის გამშვილებელი ანუ უფრო მეტი ბავშვია გაშვილებული ვიდრე სინამდვილეში დედა აშვილებდა და რადგან ძალიან ცოტა ბავშვი იყო ბავშვთა სახლში შავი სქემაც მოიგონეს ამიტომაც მშობლებმა დაიწყეს პირდაპირ სამშობიაროებში მისვლა რომ აი თუ ვინმე დატოვებს მოდი ახლა შენ 30 მანეთი და ვინმე თუ დატოვებს არ გადაუშვა ბავშვთა სახლში და მოდი რა მე ურიგოთ ბავშვი გამატანე. აი ვინმე დატოვებს, გადაიქცა ბოროტ მექანიზმად. გადაიქცა იმ. ვაი და არ დატოვოს, რატო გაუმაზოთ მოთხოვნა არის და გადაიქცა ლეკიანობას არ უქნია მაგდენი. იმიტომ რომ რეალურად ბავშვის აყვანა რომ მოგინდეს დღეს რო რიგში ჩადგე 15 დღეს მერე მოგეცავს რიგი. მაშინაც ესე იყო, იმიტომ რომ არ იყვნენ იმდენი ქალები, რომლებიც არ იყო ეს რა. ხო, იმიტომ რომ აი ხანუ რა გამოდის, რომ ყოველი რა ვიცი, რამდენი ბავშვია გაშვილებული, აღრის ხო არ გვაქვს, ანუ ამის იმიტომ რომ შე ხო იცნობ ვინმე გაშვილებულ ბავშვს, ანუ ყველა ვიცნობთ ვიღაცა, ჩვენ სამეგობროში ვიღაცა არის გაშვილებული, მიხდი, ანუ არიან. ხო და არ იყო ესე რა, ანუ ეს დედები ამდენი არ ყიდნენ. რეალურად უბრალოდ მშობლის რიგში არ ჩადგომის გამო და იმის გამო რომ ვიღაცას 30 მანეთით მეტი ქონდა და მისცა იქ მედდას, აი ამ უწყინარი ასე ვთქვათ. იმიტომ რომ მშობლები ახლა თავიდანვე ხო არ აყავს შვილი, ბავშვები აყავს ერთად ასაკში 45 წლის მერე რა. რა ასაკში 40 წლისები ვარ, მაგრამ მე 41-ის ვარ. დაგვაბერა ეგრევე. ხო, მაგრამ აი ანუ მაშინ ნუ შედარი 19-20 წლის ტიპი არა იყო ძირითადად, ხო. ძალიან იშვიათ შემთხვევაში. და 40 წლის ასაკში რიგში რო დგები და 60 წლის ასაკში რო გიწევ შვილის აყვანა. შეიძლება აღარც გახსოვდეს. ხო, ამიტომაც მიდიოდნენ და ახტებოდნენ ამ აქედან დაიწყო ეს ყველაფერი. სტატისტიკა არსებობს რომ ყველაზე მეტი ბავშვი? ყველაზე მეტი ბავშვი არის გაშვილებული, მოპარული 1980-დან 2005-მდე. არა, საქართველოს, ანუ ქვეყნის სტატი რომელი ქვეყანაა თქო, ანუ ყველაზე ისეთი, სადაც აქ ისე ხდება რა, დიდი პროცენტით. არ ვიცი. არ არის რა, იქნება რა მეგეც სტატისტიკა. ანუ ესპანეთში ძალიან ბევრი ბავშვია მოპარული. ჰოლანდიაში, საფრანგეთში საერთოდ აქ გაწალულია გენეტიკური ტესტირება. ვერც გამოიწერამდე საფრანგეთში. იმიტომ რომ იქ ისინი ხო ალჟირიდან იბარავდნენ ბავშვებს და ჩამოყავდათ. უკვე 2 წლის 3 წლის ბავშვებს აი ჰაერში ქუჩაში იბარავდნენ და ჩაყავდათ და ეს სქემა რო გაიხსნა, ანუ საფრანგეთს არ უნდა ამის ესე გამოჩ. ანუ ყველგან ხდებოდა ეს ამბები, ხდები, ანუ რეალურად მარტო საქართველოს კი არ არის ამ რაღაცის სათავე. ყველგან ხდებოდა. უბრალოდ ჩვენთან იმიტომ არის ყველაზე საწყენი რომ
ყველას ახლობელი ნახევარი და ვიღაცა შენი ახლობელია, გინეკოლოგი თუ არ არის ახლობელი, ტაქსის ზღოლია შენი ახლობელი, ვიღაცაა შენი ახლობელი და ანუ ძალიან გულზე მოსახვედრი ამბავია რა. ეგ ადამიანები წარმოიდგინე, მე სახში მიდიოდნენ და კაი ტიპები იყვნენ რა, ანუ სოციუმისთვის მეგობრები ყავდათ, დილით ბავშვებს ყიდიდნენ, მე ცხოვრობრივი ცხოვრობ და ესე დაბერდნენ და მოკვდნენ ბიჭო, შერჩად. ნახე, არავის არ შერჩა რა. არავის არ შერჩა. ნუ კონკრეტულად მაგაზე პასუხი არ მოეთხოვოთ, მოდი ესე. არა, მაგრამ აბსოლუტურად ყველა იმ ადამიანმა, ვინც იყო მსგავსად ჩართული, ძალიან ცუდად აქვს პასუხი მათთვის წინაშე. ეგ ბაზარი არა. ხო. მაგრამ კანონმდებლობით გულისხმობ რა, ანუ. არაფერი. და ვიღაც მეზობლებს უყვარდათ ამადებად ნიშნავდნენ, ხო ხდები, ეძახდნენ, მეგობრობდნენ, ბავშვებს ანათლინებდნენ, აი ეგეთი თემა იყო რა. და ამ დროს შეიძლება თავისი ნათლულის შვილი მოიბარა, იმიტომ რომ ხარიში იყო ვიღაცა და. აბა ბიჭო, აბა. არა სერიოზული პოდკასტი. ცირა მითხარი, აი ეხლა რა ხდება შენს გარშემო, ანუ გვერდს გულისხმობ რა, Facebook ჯგუფში და რაღაცა. იმასთან შედარებით, რა მდგომარეობაც იყო პირველი პოდკასტის დროს. შენი ეს кейსის რაღაცა, აი ეს ამბები, ამ ხელახმაური, ამ ხელგამოძახილები, რამე წინსვლები არის კიდე? ნუ წინსვლები, რა თქმა უნდა, უფრო და უფრო მეტად ადამიანს ვუყურებთ და ვაკავშირებთ ერთმანეთთან. წინსვლები არის ის, რომ ბავშვები, რომლებიც გაიყვანეს საქართველოს ფარგლებს გარეთ 99 წლიდან და რომლებიც არ ეძებდნენ აქამდე საქართველოს მშობლებს, გვიკავშირდებიან ამ ფილმის. ანუ ეს იყო ჩემი მთავარი მიზანი ამ ფილმის გამოსვლის, ის იყო, რომ ამ ბავშვებს, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოს ფარგლებს გარეთ, ენახათ ფილმი და მიმხვდარი იყვნენ, რომ ისინი არ არიან გაყიდულები მშობლების მიერ და რომ მათ მშობლები ეძებენ. და ნელ-ნელა იწყებენ ისინი დაკავშირებას. სამწუხაროდ Netflix-ამ მქონდა მოლაპარაკება Warner Brothers-ამდე და ვერ შედგა ჩვენი თანამშრომლობა და ძალიან გული დამწყდა, იმიტომ რომ იმათ უნდოდათ ამერიკაში განვითარებული кейსების გადაღება რა, ანუ იმათვის თავარი იყო, რომ ჯერ ყოფილიყო ამერიკა და მერე ყოფილიყო, მაგრამ ეხლა უფრო და უფრო მეტი ამერიკელი ბავშვი გიკავშირდება. თან ნახე რა არის, მანამდეც ხო ყავდა, ეხლა ქონდა кейსები, მაგრამ იმ ბავშვების მშობლებს არ უნდათ გამოჩენა. იმიტომ რომ ის მათმა გაიგეს, რომ მათი შვილები არიან მოპარულები და ეშინიათ. იმიტომ რომ იმათ ეშინიათ, იმიტომ რომ იქ კანონი კანონობს. და ვუხსნი რომ აქ არავინ პასუხს არ მოგთხოვთ იმაზე რომ შვილი მოიპარეს. ხო და არ ესმით, ანუ არ ჯერათ, ეხლა როგორია 2006 წელს აქედან ბავშვი რო ყავს აყვანილი 20 წლის წინ და რო ეუბნება რომ იცი პასუხს არავინ არ მოგთხოვს და გამოდი და მოყევი, ანუ ეშინიათ. და ამიტომ უარი თქვეს რა და ჩაგვიშალეს ძალიან მაგარი ამბავი, მაგრამ აი ეხლა ნელ-ნელა რო გიკავშირდებიან ეს ბავშვები, იმედი მაქვს რომ ამათ მშობლებს როგორღაც სხვებს მაინც შევაგნებინებთ, გამოვლენ კონტაქტზე და კიდე და უფრო მეტად გავშლით ამ ძიების არეალს. ყველა მესიჯი შენ პასუხობ ლიჩნა? ანუ ფიზიკურად ყოფნის მაგის. რამე გუნდივით არ ხარ რაღაცა? ანუ ეს არის ეხლა რომელსაც მოვედი შენთან? ეს არის ამ დროს მოსული მეს. ეს არის I assume you know რომელიც მოსული აი და გუშინ და ეს არის სპამი, რომელიც აი მე ვპასუხობ ყველას, რასაც ხო ვინმე რო რაღაცა კომანდასავით რო იმას ქნა. არა, ერთი წუთი. ჩემთან არიან გოგოები და მინდა რომ დავასახელო ნინო მინდიაშვილი, ნინა მინდიაშვილი მეორე, მარიამ ნოზაძე, ანიკ ზელიშვილი და ია ყველაშვილი, ადამიანი, რომელიც პირველი დღიდან, ანუ მე და იამ შევქმნით ეს ჯგუფი. რომ არა ეს ადამიანები, მე დღეს ვერ მივახსევდი, იმიტომ რომ რეალურად მათი ძალიან დიდი შრომა დგას, ანუ მინდუშას ყველა იცობს, ანუ საქართველოს ფარგლებს გარეთ ასწობენ მინდუშას, იმიტომ რომ მინდუშას აქ თვალები გადანერგილი და ამ გადანერგილი თვალებით ზუსტად იგივენაირად პასუხობს მესიჯებს, როგორც პასუხობ მე. აი იმენა კეთს ვიხრით, სინაშება, და რომ აი ამ გოგოებსაც ანალოგიურად იგივე რაოდენობის მესიჯები შედის და ყველას პასუხობ. აბა არ უპასუხო. ეს რო გადაზარდო, არ ეყურე Facebook გვერდს მაინც თავისი რაღაცა ისა აქვს რა. გადაზარდო საიტში, კი. ან საიტში არა, რამე არ ვიცი როგორ ხდება. არასდროს რომ აქვს. ანუ რა აი ეგ უფრო არ გაამარტივებს პონს? თუ ეს უფრო მარტივია, რადგან სოფტი მოხმარებადია. ეს უფრო მარტივია. თან ჩვენ ხო დაყოფილები ვართ ზოგი რეგიონში ცხოვრობს, ზოგი ცხოვრობს და თან გარდა ამისა ბევრად გაამარტივებდა ამ ყველაფერს საიტი.
ბევრად. იმიტომ რომ საიტზე ატვირთავდა ქალი თავის ფოტოს, დაწერდა ვიმშობიარე 1990 წელს, ბიჭი გავაჩინეს. ცალკე სექცია ფული ვეძებს. უნდა, ფული ამ ყველაფერს და დეველოპერი ვინმე კარგი. ხო, ჭირდება ვინმე წინაზე გაგვიკეთე საიტი და ისეთი საიტი იყო, რომ აი ხმართ. ხო, ბევრი ძალიან ვიცი რომ ბევრი კარგი დეველოპერი, ანუ ჩემ მაყურებლებში ვიცი რომ მაგ მხარეს ბევრი მაყურებელი მყავს რა. საშვილიშვილო სიკეთის გაკეთება თუ გინდათ და ოღონდ თესლად და დერსკათ ერკვევით, просто გააკეთეთ ეს საიტი. მე ვფიქრობ რომ აპლიკაცია იქნება უფრო. აპლიკაცია ვაფშე, მაგრამ ის დეველოპერისთვის შე რა გონია დღეს როცა უკვე ხელოვნური ინტელექტი არ არის ეგეთ სირთულე, გინდა ის გააკეთოს გინდა. აი აპლიკაცია რო იყოს როგორც Facebook და შეხვალ და ჩაწერ უბრალოდ შენი დაბადების წელს და ამოგიყრის ყველა იმ ხალხს რომელსაც ამ წელს იმშობი არა. დაუკავშირდები ყო ბევრად უფრო გაგვიმარტივდება. ბევრად. გემუდარებით ვინმე დეველოპერი თუ ხართ, ვის რა ვიცი. აი ეგეთი კეთილი ადამიანი ხართ, ფიქრობთ რა ესეთი თემა რო არ უნდა არსებობდეს და ასე შემდეგ თამუნას მიწერეთ პროსტა რა. თქვენთვის ეს არის ხვინია, მაპატიეთ ბევრს ბილ სიტყვა, მაგრამ ემოციურ ვარ ხოლმე ვერ ვაკონტროლებ. ეს თქვენთვის არის სემიჩკა. ანუ ის ზუსტად ვიცი რომ კარგი დეველოპერისთვის ესეთი აპის გამართვა და ასე შემდეგ არ არის რთული. ხო, თან ამ აპზე ხო ყველა დოკუმენტურში ვისაუბრებ რომელშიც გადამიღებენ. თქვენი საქმეც გაკეთდება, რეზუმეში ჩაგეწერებათ დერსკი რაღაცა ნამუშევარი. ვეძებ, ესე ცოტა რთულია Facebook-ზე რომელზე ვხდება, მაგრამ აპლიკაცია როცა იქნება და ამ აპლიკაციაზე გაიგებენ სადღაც ამერიკაში გაშორებული ბავშვები, ანუ ბევრი ხო, აი აფში ანალოგი არ არის ეგეთი. არ არსებობს, არა. მსგავსი არ არსებობს მსოფლიოს. პრეცედენტიც იქნებით, წარმოიდგინე, ანუ ავტორიც იქ, კაროჩე, ვინმე დერსკი დეველოპერი გეხვეწებით, გთხოვთ. ანუ ამ საქმეში დაეხმარეთ ამ ადამიანს რა. ძალიან მინდა ამ აპლიკაციის გაკეთება. ანუ ეს იქნება პირველი აპლიკაცია მსოფლიოში. პირველი, სადაც გაშვილებული ბავშვები და ბიოლოგიური მშობლები იქნებიან გაწერილი. ანუ მსგავსი აპლიკაცია არ არსებობს. ნუ მე კი გააკეთებენ ალბათ ვიღაცები. აი მე რა მნიშვნელობა გააკეთო. დეველოპერებო ხო სწორად ვიძახე, რავი, გეხვეწებით, გთხოვთ. ერთგვარი ის არის რა, ჩელენჯი იყოს, რომ ვიცი რომ ხართ, თან ბევრი დერსკი დეველოპერი ხართ, ჩემი მაყურებელი და ზოგადად ისედაც რა შეიძლება გამვლელი ხართ და ამ თემაში ერკვევით, გულზე მოგხვდათ ეს ზოგად საკაცობრიო ტკივილი. ესე ერთი გაშვილებული დეველოპერი როგორ არ იქნება? ბაზარი არა, ბიჭო. არა მართლა როგორ არ იქნება? ბაზარი არა, ცვე, რა კლასნა დასვა. სვეჩი ბაზარი. ხო, აი ხომ უნდა იყოს. იქნება, უეჭველი იქნება. ხო, და აი განსაკუთრებით თუ ესე დაემთხვა კრიტერიუმები. მოგიკვდეს ჩემი თავი, აი ეს ამ თემაში იხარშები, თან დერსკი დეველოპერი ხარ. ხო. ძმაო, დაო, მნიშვნელობა არ აქვს ხარ. შენიცი რა. თამო რა გითხრა, კაროჩე. დაგვეხმარი აპლიკაციის გაკეთებაში. მაქსიმალურად რაც შემიძლია, კიდევ ერთხელ გეუბნები, აი აქავა. ხო ანთია ის კამერა შუა. კეთილი, მაგას ენაცოლოს ჩემ. ახალი კამერაა, როგორც მიხვდით. გადაობა რა იყოცით ამუნა რომ მოვიდა ახალი კამერა დავაყენე და ლინზა რაც გავუკეთე ძველი კამერის. არ წაიკითხა. და ეხა ცოტა დაკროპილი ჩანს ეს ყველაფერი, თორე 18-108 ვიღებ და ნუ ყველაფერი კარგად ჩანს, მაგრამ მაპატიეთ მაგას გამოვასწორებ. თამო, გადავიდეთ მოდი ფინალურ ამბავზე. მიდი. იმიტომ რომ დოკუმენტურები დავტოვოთ რა. მიდი. რჩევები ეს არის დესერტი. დოკუმენტურ ფილმებზე? მე დავტოვებ. მე ვერ დავტოვებ, მე არ მიყვარს დოკუმენტური ფილმები. შენ რაც გაგეხარდება, მე პროსტა დღეს ეგამაქ, რომ დესერტი ერთი სიტყვით, როდესაც პოდკასტის ბოლოს ტრადიციის მიხედვით ვტოვებთ ხოლმე რაღაცას, რაზეც შეიძლება მაყურებელმა დახარჯოს დრო და მინიმუმ შემეცნება, უბრალოდ მინიმუმ სიამოვნება, მაქსიმუმ კიდე ზემოდან შემეცნებაც მიიღოს. რადგან ბევრი ვილაპარაკეთ ამ დოკუმენტურ ფილმზე, მე მინდა რომ პირველი ჩემი რჩევა იყოს ამოვანათებ ახლა აი ეს დოკუმენტური ფილმი სახელი ზუსტად გამახსენებია Stolen Children, მოპარული ბავშვები. რომელიც უკვე დევს სხვადასხვა საიტებზე, პირატულ საიტებზე და შეგიძლიათ პულის გადახდის გარეშე. ხო, რა ლინკით ჩამიგდე, მაგას მივაბავ რა, აღწერაში ლინკი იქნება, გადადით ნახეთ, 2 წარ რეკლამას დეელოდეთ 10 სამიანს და მერე დაიწყება ჩვეულება, უმაგრეს ხარისხში დევს რა. მე მინდა რომ იმიტომ არა კიდე ერთხელ ვიზახო რომ თამუნა არის და იჭმე. პროსტა ეს არის დოკუმენტური, რომელიც უნდა ნახოთ. ესეთი დოკუმენტურები თემას გულისხმობ, რომ მსგავსი მე მინახავს.
ძალიან გულზეც მომხვედრია, აი ადრეც დამიტოვებია, გენიალური დოკუმენტურია. სამტყუპზე. სამტყუპზე გენიალური აი, იგიც გაკეთება უნდა და Netflix-ში და ვერ გააკეთეს. მაგრამ სხვაობა რა არის, იცი რომ როდესაც შენ უყურებ კიდე ერთხელ მაინც სუბიექტური ვარ, იმიტომ რომ ვისაც ხედავდი მეგობრები არიან, ხვდები, მაგრამ სულ რო ეგრე არ იყოს, შენ რო იცი, ყველაფერს რო ცნობ, ენა გესმის, ქუჩები იცი, თემები იცი, ანუ ხვდები რომ შენს გარშემო ხდებოდა ეს ყველაფერი, კიდე სხვანაირად ხდება გულზე. ამიტომ მძიმეა აემზადე ჭვლინტისთვის, რემბისთვის, მაგრამ საქანელ, აი აიწონა და იწონა რა. არის ჰაილაიტები, ისეთი რომ აი სადღაც ვიქრობ რომ ეხა სამართლიანობა მიზეიმა, სადღაც ვიქრობ რომ ჯერ ესე არ უნდა იყოს რა, ყველაფერი კარგად იქნება. მოკლედ აი ეს არის რეფლექსია მთელი დოკუმენტური, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ. ჩემი პირველი რჩევა სამსამი დავტოვოთ, მოდი, ჩემი პირველი რჩევა იყოს Stolen Children, მოპარული ბავშვები. აუცილებლად სანახავი. აბატონო, იყო შენი პირველი ხა? ჩემი პირველი მაშინ ვისაც არ უნახავს BBC-ს ფილმი, რომელიც შემზე გადაიღეს, აგრეთვე BBC-ს Georgia's Stolen Children ესე ქვია. Georgia's, აჰა. ორი. მე კიდე დოკუმენტურს მაგრამ თემა უკვე სხვა. მიდი. თემა ცოტა სხვა თემას შემოვაგდებ ხა. მე ვნახე კიდე ერთხელ ძალიან ბევრ დოკუმენტურს უყურებ. HBO-ს ბევრი არ მაქვს ნახეს, მაგრამ ძალიან გამისწორდა ამას რო უყურე. მე ძირითადად Netflix რომ მაქვს ნაყიდი ხო ხდებით, სულ აპდეიტებს აკეთებენ და საკაიფოებს დებენ და პერსონალურები რო ახლა მევასება ვიღაც დესკ ტიპზე რო არის რა. და ეხლა ხანს დაიდო ჩარლი შინზე, აი ეს რა, დოკუმენტური. სამი სერია. მაცადე. ხალხო, ჩარლი შინი არის რაღაცა 2000-იანების და 90-იანების ერთ-ერთი ყველაზე ესეთი კრასავჩიკი, ცნობილი დერსკის თარი, რომელიც მერე განარკომანდა და ნუ წარმოუდგენლად გარეკა. ანუ просто წარმოუდგენლად გარეკა. რა ეს არის ისტორია არტისტზე, რომელიც გაიზარდა ასევე დიდი არტისტების ოჯახში, ბავშვობის მაკაცები იყვნენ, ძმაც არტისტია შონ პენი და ეგეთი ტიპები და თქვენ ნახულობთ ადამიანის მეტამორფოზას რა, ანუ რა გზას გადის, აი უმაღლეს წერტილამდე და მერე ქვემოთ უმაღლეს წერტილამდე და ეხა რო ცდილობ რომ აი ეს ყველა წერტილებს შორის სადღაც იპოვო შუალედი, სამი ნაწილია, სამი სხვადასხვა მისი ცხოვრების ეტაპი არის, ოჯახთან ურთიერთობა, ნარკოტიკების გავლენა, ციხის, ანუ ძალიან გამის. მიუხედავად ჩარლი შინი ფანი არასოდეს არ ყოფილა, ანუ ძალიან ვისიამოვნე რა და მე მივხვდი რაღაცეებს, თურმე რამდენი ვიდეო მქონია, ნახე და რო ვერ ხვდებოდი, თურმე, ამიტომ მოკლედ. მე დავტოვებ, ესე ქვია, მე მგონი ჩვეულებრივად ქვია ჩარლიში. AK ჩარლი შინ. ჩემი მეორე რჩევა იყოს ეს. აბა? მესამე ფილმი ამასინათ უყურე. მეორეა შენ. მეორე, ხო. ამასინათ უყურე ძალიან, მაგრამ არ მახსოვს. სიუჟეტი მითხარ იქ რა ნახება. სანდროს დაურეკო. მოიცადე. ქართულია რამე? არა. მაცადე. სერია ხლებერთან. დედა მამას დაუძახე ერთს გადაცემიდან სანდრო გადაცემიდან გირეკავთ ახლა. აი სერიალს რო უყურეთ ამას წინათ რა. საგამოძიებო რო იყო. სახელი ხო არ გახსოვს? უნდა ვიკითხო, რა გადაცემაში ვარ ჩემი? კაი, მითხარი. ახლა ბიჭო. მითხარი. მითხარი. სანდრო. ჩემი ხმა. გცემ. რა სერიალი იყო? სერიალს რო უყურეთ, საგამოძიებო სერიალი რო იყო. ხო. რა ერქვა? ბოლოს ვნახე. ხო. ორი ვნახე. ვემი რომელიმე თქვი? რომელიმე და ამწონე მაინც. რაღაცა. იცი და ვაიმე ეს, მოიცა? აუ გავიხსენებ კი, მახსოვს რაღაც. ბიჭო. ნახე. არა. სიუჟეტი? სიუჟეტი მოყევი. Netflix-ია? არ არის Netflix-ი. სიუჟეტიც თუ არ გახსოვს და აბა რაზე გახსოვს ის ახსენე ადამიანი. აი სიუჟეტი როგორ არ მახსოვს? სიუჟეტი როგორ არ მახსოვს? კაცო გამოძიებაზე რო იყო, რა გჭირს? დიდი სერიალია? დიდი სერიალია. True Detective-ზე ხო არა? არა, კაცო, True Detective. სხვადასხვა ამბებზე რო. დიახ.
დიახ. დიახ, ხო და თქვი ახლა. სანამ ცოლქმარი არ ყავს, მე გეტყვით რომ ხაზია სანდრო მიკუჩაძე. მისი კაი, პოდკასტის ისტორია ნახვა შინა. შეგიძლიათ აი აქ. კაი, მიდი. მიდი, კაი. წავედი, ნახვამდის. კაი. მადლობა. ნუ რადგან კაი, უყურე ესე ვქნათ. მე იპოვეთ. ნახე ის ფილმი, ნახე, სერიალი ნახე, ეხლა ის Golden Globe, ოქროს გლობუსი რომელმა სერიალმა აიღოს გრძელი სერიალია, არ არის მოკლე და სერიალებში ამ კაცმა აიღო საუკეთესო როლის შემსრულებელი. The Pit ესე რო ქვია, სამედიცინო დრამა. არ მინახავს. არა. გუშინ ჩაუჯექით და დიდად რო გითხრა რომ გადავიდიე თქო, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს გახდა წლის სერიალი იყო წარდგენილი. ნახოთ? ასე რომ Pit ესე ქვია. The Pit. ტიპის სახელია, პროსტა Pit. Pit არის რაღაცა აბრევიატურა ისის სამედიცინო ოკეი, მეც არ მინახავს. იყოს The Pit, აბატონო. იცი რა შეგიძლია? თუ გინდა მე მოძებნე ეს მოძებნი და ჩავაგდე. ეხლა მე დავატკაცუნებ ამ სერიალზე ამბობდა თქო. დიახ. და მეორე ეგ იყოს მოდი. კაი, მოდი ეგ იყოს. აი წეღარაც ცოლქმარმა ვერ გაიხსენა, ეგ სერიალი გაიხსენეს, ჩამიგდეს აპიშა და აი ამაზე ამბობდნენ ხალხო თურმე. ის პიტი ბონუსი იყოს. პიტი ბონუსი იყოს. კაი, ჩემი მესამე. კაი. კაი არჩევანი მაქვს სხვათა შორის ბევრი რაღაცეების, მაგრამ აუ მოდი ერთ რაღაცას გეტყვით. ხატრულებიც მაქვს. არა, შორტი ვნახე რა. მიდი, აბა რომელი? ამასაც YouTube-ზე დევს 9 წუთიანი, აი ეს ხო არ ნახე. 9 წუთიანი შორტია. გამახსენდა სერიალი. რა ქვია? The Beast Inside Me. The Beast Inside Me. ეგ ამოვანათე წეგან, ხო ანუ? დიახ. всё, არ მინახავს. ეგეც უნდა ვნახო. The Beast Inside Me. ეს ფილმი არ გინახა? არა. რას ყვები? რა არტისტები არიან აუ. გურეში? ანუ გიორგი, ნუ ეს ხარი ზოგადად არ მიყვარს რა. დიდი სერიალია? არა, პატარა 6 სერიალი. უერა გაი. ზოგადად ეს ხალი არ მიყვარს, რა ქვია ამას? კლერ დენსი, ჯულიეტას რო თამაშობდა. არ მიყვარს, მაგრამ პირველივე წამიდან ხალი ისე თამაშობს. ანუ თითოეული კუნთი თამაშობს, ანუ საოცრება. აი ეს გაშტერებულები უყურებდით და მინდოდა რომ მეთქვა რომ აი მინდოდა რომ გადამელაპარაკებინა რომ სანდრო რა მაგრა თამაშობს და ვერ ვთქვი, ანუ ვერ ამოვთქვი, იმიტომ რომ არ მინდოდა რომ აი ეს რაღაცა ეს დამეკარგა რა, აი ჩემი ხმის ამოღებით. აუ მარტო ამ ნუ ზოგადად სიუჟეტი ძალიან კარგია, ანუ ესეც საგამოძიებო, მაგრამ ნუ მარტო ამ ქალის თამაშის გამო. всё, ეგ ჩათვალე, პიცაც ვნახავ და იმასაც ლისტში ჩაგდებული არის. როგორც ახლა იშვიათად ტოვებ ხოლმე ლინკებს, მაგრამ რადგან თამუნას დოკუმენტურის ამბავი შეგვიძლია ესე მარტივად გავაზიაროთ, ამის ლინკსაც ჩავაგდებ რა. ეს არის top motion რაღაცა ჰორორი, პატარა 9 წუთიანი. ძალიან გამახსენა, არ ვიცი რამდენად გინახავთ, ადრე იყო პოდკასტში რჩევა დავტო. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე stop motion სრულმეტრაჟიანი კინო ანიმაცია, რამაც ჩემზე იქონია უდიდესი გავლენა რა. Mad God ადრე ეს ამას ახლა არ ვამბობ, მაგრამ ადრე დავტოვე, არის ესეთი საათნახევრიანი Mad God ქვია. რომელიც არის ეგეთი ფსიქოდელია, ანუ არასოდეს არც მანამდე მინახავს, არც მაგის მერე. 30 წელი აკეთებდა რეჟისორი, ეს არის ცნობილი რეჟისორი, რომელიც მუშაობდა Star Wars-ზე რაღაცეებზე და მისი ერთგვარი ანალიზია კაცობრიობის რა. ძალიან ფსიქოლოგიური არის ფილმი, იწყება ეს რაღაცა პოსტ-აპოკალიფსური სამყარო, სადაც ტექნოლოგია განვითარდა ისე, რომ ადამიანების რაღაც კარგ-კარგში ვერ აჯაფსანდა ვერ გიხსნით რა და იწყება რომ ლივტი ჩამოდის სკაფანდრიანი ტიპით და თითქოს ანუ ალუზია იმის რომ რაღაცა დაცემული ანგელოზი ჩადის და გადის დანტე ალიგიერის მიხედვით რაღაცა 9 ჯოჯოხეთის ყველა რაღაცა უბედურებ მოკლედ იმდენი ალუზიებია და იმდენი მოკლედ ისიც ნახეთ მაგრამ ეგეთივე ვაიბის ნახე ქვია ამასაც ქვია playing god ითამაშე ღმერთი ეს არის პატარა 9 წუთიანი ანიმაცია როდესაც ტიპი შემოდის ოთახში და გამოძერწილ ადამიანს ძერწავს არ გამოდის და გადის. აი სიუჟეტი არის ესეთი, მაგრამ ხახო რამდენი playing god YouTube-ზე და 9 წუთიანია.
Просто ან რა გაკეთებულია ეს top motion-ები, მაგრამ რამდენი რამის თქმა უნდა რეჟისორს. რამდენი ალუზია, რამდენი ალეგორია, მოკლედ, აი გავ 9 წუთში მქონდა შოკი. აი მანამდე ერთი ეგ მქონდა, რომ სტილისტურად რო შევხედოთ, აი playing ის არ ქვია, Mad God იყო და მეორე აი ეს იყო, მაგის პატარა მიკრო ვერსია, მაგრამ იყო. ასე რომ ჩემი მესამე რჩევა იყოს, აი ლინკიც არის, აგერ სკრინიც ამოვანათებ. Playing God. და შენი მესამე. ჩემი მესამე მოდი იყოს დიკაპრიოს. დავაი, რომელი? ფილმი. ახალი ბოლო რომელია? აი ახლა ოქროს გლობუსზე რაც აქნა არა, მე მაგან. კი, ყველაფერი იქნა დიკაპრიოს გარდა. დიკაპრიო კლასნი იყო არადა. კი. ხო ის ერთ და იგივეს ვლაპარაკობთ. ორსული ფერადკანიანი გოგო რო ყავს რა თავიდან, ბავშვი რო გაჩნდება და არ იყო ცუდი ფილმი, გადავირიეთ ხო ვერ მოგატყუებ. ბოლო ეგ არის. Battle After Another. ეგ არის, One Battle After Another. ეს გოგო რო ორსულ და ბავშვზე რო არის, რა შომპენია კლასნი. შომპენი არის წარდგენილი. ფილმი ბიჭო, აი ქონდა, ანუ კარგი ფილმი იყო. აუ ისეთი არაფერი. მაგრამ გადავირია, რაზეც გადავირია იყო შომპენზე. პროსტა როგორ თამაშობს ბიჭო. აი ბოლოს რომ მოდის. კი, ერთადერთი. ტრასაზე. აი მარტო ეგ სცენა ღირს აი ძალიან მაგარი იყო. დიკაპრიო როგორც ყოველთვის უმაგრესია, ყველა კარგია, მაგრამ განსაკუთრებული არ არაფერი. ქონდა ისეთი როლი, რომ რაღაცა გამოიჩინა. აი ოსკარზე იყო, ლაპარაკი შანსი არა ოსკარს არავინ არ მიცემს მაგაში. ისეთები აქვს მაგას ცხოვრებაში ნაკეთები, მაგაში ოსკარს არ მიცემს. ნუ ოსკარი მისეს დათვირო აპოტერობის მაგაში და ამაში აღარ მიცემენ. შომპენ შეიძლება მიცემ მეორე ხარისხოვანზე. ძალიან მაგრა, აუ როგორ უბერავს. ფილმი მაინც ნახეთ, იმიტომ რომ ნანახი გქონდეთ შომპენის თამაში და არა. და მაგოგომ აიღო ოქროს გლობუსი მეორე ხარისხოვან როლში. კაი გოგოა ძალიან. კლასინი გოგო არის. მაგრამ ოქროს გლობუსი მაინც ოქროს გლობუსია. ოსკარზე რა იქნება ეგ ამთავრად. ნახოთ ხო. One Battle After Another. აბატონო, შვენ დღეს იმენა კარგი რჩევები იყო სვეჩი, ანუ აბატონო მესამე. თამო, როდის ვიქნები? უღრმესი მადლობა. მე სანამ წავალ, მე წასვლაზეც მინდა ვთქვა, ეს იწერება დღეს რა რიცხვია? 13? 13-ში იწერება, მე 21-ში ღამე მივფრინავ ტაილანდში 20 დღით. კონკრეტულად ტაილანდში რა კუნძულზე უნდა გადავიღო, პირველ ახალ კონტენტს ვიწყებ, თვით გადარჩენი 72 საათი მარტო კუნძულზე ყველაფრის გარეშე. რატო გადაირიეთ მე ეს მიყვარს ეგეთი იუტუბერები? სიგიჟეები და ძალიან მინდა რომ ეს წლებია, მინდა რაღაცა მსგავსი გამეკეთება და ეხა არა, მე მაოცები. ლამპიონები. ხო და ეს უნდა გადავიღო კიდე ეგ ბევრი რაღაცები მაგ გადასაღები და მანამდე ვცდილობ ყველაფერი მოვაგვარო. ეს არის ამთვის პირველი ვლოგი, ისა ვლოგი მეტი პოდკასტი, ანუ დაიდება ზეგ მაქსიმუმ მაზეგ. ეს 21-დან მაზეგ. არა, დღეიდან. მე просто რაღაცა მაქვს სამონტაჟო შეგდებული, ჯერ უნდა დავამთავრო, ეს 2-3 დღეში. უახლოეს ამბავში, ლინკები რაღაცები იქნება. თქვენ ისიც იმას დაერლოდეთ მე რომ ჩამოვალ, რომ დავამონტაჟებ, მაგარი რაღაცები გელოდება. თამო, უღრმესი მადლობა. მადლობა შენ. დღეს ბევრად ლაითი პოდკასტი იყო, შინაგან ემოციურად. ისთვისაც მადლობელი ვარ და წინაზე მოცელილი გამიშვი ძალიან, ანუ აი მართლა გეუბნები. დღეს დილით მომცელე შენ დისტანციურად. ხო, ამიტომაც მოიცელე და მომზადებული მოხვედი. ხო, დღეს აი დილით გავიარე, სამჯერ უარესი, კარგი გაგებით, ვიდრე წინე პირველ პოდკასტზე გავიარეთ. ანუ აი გქონდა რომ ეგ მინდოდა ეხა დაცლა გამეკეთებინა და დავიცალებ. ყოველთვის welcome. ანუ სიამოვნებით მე ასე ჩავწერო თუ გინდა და შენ პოდკასტს წარმატებები რა. მადლობა. ჩემ პოდკასტის სახელია ვეძებ და ვინმე თუ არიცით, აღწერაში ლინკი რა თქმა უნდა არის. დაგვაფოლოვონ. იმიტომ ჩვენთვის ამას ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. ანუ აი ძალიან მნიშვნელოვანი პოდკასტია. ასე რომ აღწერაში ცავსია დღეს ლინკები აღწერაში. აღწერაში შედით, თამოსთან გადადით და საფორთი გააკეთეთ, იმიტომ რომ მართლა საჭირო რაღაცა არის რა. წარმატებები შემოუქრო. სიყვარული დაფასება იქ ტელეფონში ვინც იყო იმას კისერში კოცნა და ჩემგან რამე медаლი გადაკიდე ეკუთვნის. თქვენ რა გითხრათ? მადლობა რომ ჩვენთან ერთად იყავით. შეგახსენებთ არხის გენერალური სპონსორი კონტენტის არდგენი აჭარაბეთია. დაგემშვიდობებით ცოტა ხნით. მე ეს რო დავდე, მალე კიდე დავდებ რაღაცებს, მე კიდე მოგაყრით, მაგრამ აქ აღარ ვიქნები. იქით ვიქნები და უკვე ინსტაგრამზე მე კონტაქტეთ სტორებით და რაღაცეებით. ტრადიციულად სულ ყველას გაკოცეთ კისერში. მადლობა. არა. სერიოზული პოდკასტი.